მოგესალმებით. ეს არის პოდკასტი ჩვენ. დღევანდელი ეპიზოდით ვეცდები წინა საახალწლო განწყობა შეგიქმნათ ჩემს სტუმართან ერთად. დამეთანხმებით, როდესაც ახალი წელი მოდის, რაღაც უცნაური მუხტი შემოდის ჩვენში. გვიხარია, ვხელავთ, გვაინტერესებს, როგორი წელი გველის. და სწორედ ამ დროს ყველაზე აქტუალური ხდება ადამიანი, რომელსაც ყველა ურეკავს. ყველა ეკითხება, რა რეკომენდაციას მოგცემს. მე კი ყველას დავასწარი დარეკვა, ასე ვფიქრობ და დღეს ჩემთან ერთად არის ბატონი მიხეილ ცაგარელი. ძალიან დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ. მოგესალმები, ახლა მე და კეთო ჯერ კიდევ ჩემო კარგებო მუშაობდით რუსთავი 2-ზე, ჯერ იქედან ვიცნობ. შვენიერი ჟურნალისტია, გადასარევი პიროვნება მინდა გითხრათ, სიამოვნებით მოვედი და ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ესეც საშუალება გვაქვს კიდევ ერთხელ ვესაუბროთ საზოგადოებას, რაღაც გარკვეულ კითხვებზე პასუხი გავცეთ. მაგნან გამომდინარე, შეიძლება მათი და ჩვენი, ასე ვთქვათ, კმაყოფილება გამოვიწვიოთ ამით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შენ შეძლებ კიდე ახლებურად განვითარებას, შენი, ასე ვთქვათ, შემდგომი კიდე წინსვლისა მასმედიის სფეროში და შენ სიტყვას კიდე იტყვი. მადლობა. ბატონო მიშა, დღეს იმდენ თემას მინდა შევეხოთ, ახალი წლით დაწყებული, უცხოპლანეტელებით დასრულებული, რომ მგონია ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივა. პირველ რიგში გკითხავთ. ამბობენ, რომ 2026 წელი არის ცეცხლოვანი ცხენის წელი. თვითონ ეს ფორმულირება უკვე მემაძლევს იმ განცდას, რომ რაღაც ძალიან დინამიკური, ენერგიული, განსხვავებული პერიოდი შემოდის ჩვენში. რომ მოგვიყვეთ, რით იქნება განსხვავებული ეს წელი და როგორ უნდა შევხვდეთ მას? პირველ რიგში მოდი დავიწყოთ იმით, რომ გავაგებინოთ მაყურებელს, რომ 60 წელიწადში ერთხელ ხდება და ხშირად გაიგებთ ამ ფრაზას, ესეთი წლის დადგომა. კი, სწორია. ოღონდ ახლა ვიღაცა გითხავს, 12 წლის წინ კი, მაგრამ არ იყო ცხენის წელიწადი? როგორ არ იყო? იყო. მაგრამ მინდა ყველას გავაგებინო, რომ უფრო ასე ვთქვათ, გასაგები იყოს მათთვის 5 სტიქიას განეკუთვნება ესა თუ ის აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშანი, მათ შორის ცხენი. მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი და მოდი ახლა ვიშოთ რა. 60 წელიწადში ერთხელ მოდის ცეცხლის სტიქია. მიხვდით? თორე წინ, მაგალითად წინა პერიოდში ჩვენ გქონდა ხის სტიქიის პერიოდი, გქონდა წყლის სტიქიის, ყოველ 12 წელიწადში მოდის ცხენის წელიწადი. ოღონდ სტიქიები აქვს სხვა. სტიქიები კი რას გვაძლევს? ცოტა ხასიათსვალებადობას, იგივე ცხენია, მაგრამ მაგალითად ხის სტიქიის ცხენი გაცილებით უფრო მშვიდია, უფრო სტაბილურია, უფრო პრაგმატულია, ვიდრე ცეცხლის სტიქიის. წინა ასეთი იყო? რასაგვიროა, გაცილებით უფრო სტაბილური. ეხლა იქნება ცეცხლის სტიქიის, ხო და ცეცხლი იყო 60 წლის წინ, კიდე 60 წლის მერე იქნება მხოლოდ 12 წლის მერე შემდეგ მოვა უკვე სხვა სტიქიის ცხენი. მიხვდით? და ამიტომაც მნიშვნელოვანია ცეცხლი რას გვაძლევს? ცეცხლი ეს არის ენერგია, აქტიურად მოქმედების უნარი, ეს არის კომუნიკაცია, ეს არის გონებამახვილობა, ეს არის ლიდერული ორგანიზატორული თვისებები, უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება, ეს უცეცხლის სტიქია. ხო, ანუ მოდის ამ ტიპის ცხენი. ამიტომ შემოგარგება ეს რას გვეუბნება? გვეუბნება იმას, რომ არ ეკაქვთ უფლება სიზარმაცისა, უსაქმურობის, არბსკეთებისა პირიქით. გქონდათ იდეები, პროექტები, რაღაც სურვილები, შეხვედრების, თქვენი იდეების ჩამოყალიბება. აი ახლა უკვე მომავალი წელი, ოღონდ ერთი რამ ავაღნიშნოთ. ჩვენ ახლა კი შევხვდებით მას 31 დეკემბერს, მაგრამ რეალურად ის შემოდის 17 თებერვალს. მე-13 ახლომთვარეობას. ჩინური კალენდრით. ხო, აღმოსავლური კალენდრით. კიდე გამომდინარე 17 თებერვლიდან დაიწყებს უკვე ადამიანის შეგრძნებას აი ამ ცეცხლოვანი ენერგიებისა. რა სითხოს ახლა ჩვენგან ცხენი? აღნიშნეთ უკვე აქტიურობას, ენერგიულობას წარმოქმნა, მაგრამ რას უწყობს ხელს? ყველაზე კარგი წელიწადია სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობებისთვის, შვილების გასაჩენად და საოჯახო საინტერესო კონტაქტებისთვის. აი, ეს არის წელიწადი ზუსტად სიყვარულისა წელიწადი, ასე ვთქვათ, საოჯახო სტაბილურობისა. ამიტომ რაც შეიძლება მეტად აი ეს პირადი ურთიერთობები გქონდათ რაღაც პრობლემური, ცხენი მოგცემთ საშუალებას, რომ აი რაღაც ეს პრობლემები გადალახოთ. ურთიერთობა აღადგინოთ, შეერიგდეთ თუ შესაძლებელი და შეიძლება ახალი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, ხო? აი ამისთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო. 17 თებერვალს როცა შემოდის ეს ნიშანი, ჩვენ გვაქვს მზის დაბნელება. ძალიან მძიმე დღე. და როცა წელიწადი იწყება დაბნელებით, ის წელიწადი მშვიდი არ არის. წინა დაბნელება მოხდა მაშინ, როცა კოვიდი შეეყარა მთელ სამყაროს. აი მაშინ. ოღონდ მე მაშინ ეს არ ვახსენე, გესმით და მე მემდურებოდა საზოგადოება, რატო არ გაგვაფრთხილეთ? იმიტომ რომ დაგინდეთ, შემოკარგებოდა არ შეგაშინეთ და თურმე ჯობდა მეთქვა. აი ახლა ვამბობ.
ამიტომ სუბუქი წელიწადი არ იქნება. იქნება აგრესიაც, იქნება კონფლიქტები, იქნება სამყაროში ომები, ტრავმულოვარული ტენდენცია, ეს ყველაფერი ჯერ იქნება. მე ხვდით, იმიტომ რომ ახლა არის სამყაროში გარდამტეხი პერიოდი 2025-30 აქ ყველაფერი იცვლება სამყაროში. ენერგეტიკა იცვლება, ურთიერთობები იცვლება, გინდათ გეოპოლიტიკური პრიორიტეტები იცვლება, ეკონომიკა იცვლება, ახალი ვალუტა შემოდის და 1000 სხვა რამ იქნება. 2030 წლისთვის თქვენ უკვე სამყაროს ვერ იცნობთ. აბსოლუტურად სხვანაირი იქნება. ამიტომ ჩვენ ახლა ვართ ესეთ გარდამტეხ პერიოდში. და ამიტომ სუბუქს ვერ უწოდებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცუდია. არა, გარკვეულწილად რთულია, დაძაბულიც იქნება. რას აგვირველია, იმიტომ რომ ცხე ეს არის როგორც ცხენი, წინ მუსტანგი. აი რომელიც არ არის მოთვინიერებული და სად გაიქცევა და როდის სად გავარდება. ხო, აი მე ხვდი, აი დაახლოებით ესე წელიწადია რა. მოუთვინიერებელი ცხენია. ეს რიტუალები მაგალითად აქ ძამშუნა, მაგალითად 31-ში ახლა დეკემბერს. ყველას ვეუბნები. რა გჭირდება? ორი ფიგურა. პირველი გველის ფიგურა, ნუ დარჩებოდა ეს წინა წლიდან ბევრს და ახლა გჭირდება ცხენის ფიგურა. თუ ის არის დაუშვათ წითელი ფერის, ხო კარგი. ძირითადი ფერი არის წითელი, პლუს აქ შედის ბორდო, ვარდისფერი კომბინაციები. ხო, აი კომბინაციები, ხო წითლის, კი ბატონო, ყველა აქტუალურია შემდგომ. წითელთა ვინმე გოვრობს ყვითელი, ყვითელი ოქროსფერი ტონები, კი ბატონო მშვენიერია. მერე მოდის ლურჯი ცისფერი ტონები, მერე მოდის უკვე მწვანე. ტანსაცმელში რაც მეტად გვექნება ეს ფერები კიდევ უკეთესი, თუ ცხენიც იქნება ამ ფერში ხომ მშვენიერი, ეხლა როგორ მივესადოთ და როგორ მოეფეროთ ახლა მათ 31-ში. წინ დაუდეთ აი ამ გამოსახულებას გველისა, დაუსხით პატარაზე რძე. ბაძან უართ რძე სხვა შორის ეს ერთი. მეორე ცხენს წინ რა დაუდოთ ახლა? აი მაგალითად თივა. თუ გაქვთ საშუალება პატარა რაოდენობით თუნდაც აი რომ დაუყაროთ თივა. უკვე კარგია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ატრიბუტია წელს რა? ნალი. ნალი ეს არის ერთ-ერთი დიდი სიმბოლო და ამას ადამიანები ხა იცით რომ იყენებდნენ ოდითგანვე. ყელსაბამებზეც მინახავს ნალი რო ყელსაბამებზეც და სახლზეც არის ხშირად გამოსახული და ასე შემდგომ. ხო, ოღონდ თავარი ხა რა ფორმით ნალი. ეს უკვე თქვენი არჩევა. სხვა ზოგჯერ ვეუბნები რომ შეიძლება ორი ნალის, ასე ჯობია ერთი, მაგრამ ზოგჯერ ორი შეიძლება. რატო? დაახსნე ახლა. აი ნალი უნდა იყოს რა ფორმის. ნუ ახლა მოდი ასე ვთქვათ, აი მრგვალი ფორმა ნალის სახოს, ასე მრგვალდება უნდა იყოს ქვედა ნაწილში. რატო? მაშინ ესე იგი შეგნით რომ ეს ხდება ხვავი ბარაკა, ის რჩება ოჯახში. მიხდი? ანუ ის იკავებს. ანუ შეკრულია. ხო, იმიტომ თუ გადმოატრელებ ის გადმოეკედა. და დაიკარგება. მაგრამ ახლა მეორე ვარიანტია, ხო? აი უკუღმა სხვანაირად ნალი რო გავაკეთოთ რა ხდება? აი ის უკვე ფინანსურ ბარაკას ვერ ინახავს, ვერ მოგიტანთ. მაგრამ სამაგეროდ გაძლევთ სულიერ სიმშვიდეს. ანუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ამორში. ორივე შეგიძლიათ გქონდეთ. ერთი ასე, მეორე ესე. ეს ბარაკისთვის, აბარა, ეს ბარაკისთვის, ეს სულიერი სიმშვიდისთვის. მაგრამ ნუ თუ მარტო ბარაკა გინდათ, მაშინ ეს ნალი. აი ეს ორივე დაუდოთ, ასევე იქვე გვერდით ამ ცხენის გამოსახულებას. მათ უკან და ცხენის უკან, იმიტომ რომ აქ მაინც არა, წყლის აი ესეთ პატარა ჭიქა თუ გინდათ, დაუდოთ. გველის გამოსახულების უკან, იმიტომ რომ წყლის ტიქის გველია მაინც და მას მივაგოთ პატივი. მაგრამ სადაც დაიდება ცხენი, იმის უკან სანთელი. ცეცხლის ტიქი ამოდის სანთელი, ამის მაჩვენებელია, ხო? და აი დაუშვათ მოვიდა ახალი წელი. რას ვაკეთებთ? არ და გავიწყდეთ ძველ წელს მადლობა გადაუხადეთ. 9 საათით ადრე ანთებთ ან სანთელს და მადლობას უხდით. მე რა ხდება? მე რა ხდება ის რომ ახალი წელი დაიწყო, ისევ ამ სანთელს ჩაუთქვავთ სურვილებს. და შეიძლება იყოს 1 სურვილი, შეიძლება იყოს 10. ან 12 საათზე ვაკეთებთ ამას, ხო, რომ დავაზუსტოთ. კი. და აი მერე უკვე ეცადეთ რომ ეს სანთელი რაც უფრო დიდხანს იქნება, ამ ნალთან ამ გამოსახულებთან ერთად კიდევ გათეს დილამდე იყოს ესე. ესეთი მნიშვნელოვანი რამ 21 დეკემბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. აქ იხსნება პორტალი კოსმიური, შემოდის ძალიან კარგი და დიდი ენერგია და ესეთი გვაქვს 4 დღე სულ წლის განმავლობაში. აქ ჩვენ გვაქვს ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ანუ შესაბამისად ამას ქვია ზამთრის მზე ბუდობა. მზე გადადის ამ დღეს ასევე თხისკა ზოდიაქოს ნიშანში. აი ეს არის დღე ლოცვისა, ილოცეთ და დალოცეთ ყველა. აქ თუ გაქვთ რაღაცა ჩადენილი ცუდი, რაღაც შეცდომები, იფიქრეთ ამაზე და ბოდიში მოუხადეთ სამყაროს იმ პიროვნებას, ან ცხოველს, ან რაღაცას, რასაც ვისაც დაუშავეთ, ხო?
მოინანიეთ, ანუ ეს აღნიშნოთ და აუცილებლად ჩაუთქვით რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. დაწერეთ, შეგიძლიათ დაწეროთ 21-ში. აი რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, ხო? დიახ. და ეს დაწერილი გქონდეთ აუცილებლად დღეში 3-ჯერ წაიგითხეთ. აი ესე მიდით ახალ წლამდე. რა დროში უნდა დავწეროთ მომავალში თუ აწმყოში? აწმყოში. ანუ მაგალითად მე მინდა რომ პირობითად ვამბობ ყავდეს მანქანა და ვწერო მე მყავს მადლობა რომ ყავს. იმიტომ რომ ამ დროს უფრო ადვილად ხდება კონცენტრირება გონებრივი ენერგიისა აი ამ მომენტზე რაც გინდა და მომავალში ცოტა კითხვის ნიშანი ისვება ადამიანის ქვეცნობიერში. ეს არ გეგონოთ შემოკარგებო რაღაც თამაში და რაღაც ღაპრები. ძალიან მაგრად მუშაობს. იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი ერთიანია. იცით რა მაინტერესებს ბატონო მიშა წლიდან წლამდე ვიცი რომ იცვლება ფავორიტებიც. წელს ყავს ასეთი ნიშნები. როგორ არა? და ასევე ვინ უნდა იყოს უფრო მეტად ფრთხილად. 2026 წლის პირველი ნახევარი დაახლოებით ივლისის დაახლოებით 15-17 რიცხვამდე ეს არის კერჩხების დრო. ანუ კერჩხებია მთავარი ფავორიტი, ყველაზე წარმატებული და კერჩხებთან ერთად რას უყურე ფავორიტებში შედის მორიელი, რომელიც უკვე განთავისუფლებული იქნება მომავალ წელს შავ მთვარეზე გავლენისგან, რომელსაც ახლა განიცდის და ფავორიტი იქნება თევზები. რატომ? იმიტომ რომ თევზებს მოშორდება დამსჯელი პლანეტა სატურნი, რომელიც ბოლო 2 წელიწად ნახევარი თევზებშია. ანუ ეს ძალიან ზღუდავს, რასაკვირველია ზღუდავს მას ყველანაირად და სატურნი გადავა ვერტში და უკვე თქვენს განთავისუფლდებით, ამიტომ პირველი ნახევარი ამ ნიშნებისთვის პირველ რიგში ყველაზე კარგია. და მთავარი ფავორიტები ხარ თქვენ. აი მეორე ნახევარში უკვე გამარჯვების პლანეტებით არის გადავარა უკვე 17 ივლისის მერე ლუმი ზოდიაქოში. აი აქ უკვე ფავორიტები ხდებიან სხვები, ვინ პირველი და უმთავრესი ლომი წარმატებულია. მაგრამ რაც შეეხება მშვილდოსანს და ვერც მე მაინც მათ ბოლომდე ფავორიტებს ვერ უწოდებ. უწოდებ ნახევარ ფავორიტებს. რატო? იმიტომ რომ ამ დროს ყოველ შემთხვევაში სადღაც სექტემბრის შუა რიცხვებამდე მაინც შავი მთვარე იქნება მორიელში და შავი მთვარე ეს არის მასტუნებელი ძალა. და ამიტომ დროდადრო შეფერხებებს და სტუნებებს მისცემს, ამიტომ ბოლომდე შეიძლება კარგი იქნება წელი, მაგრამ ბოლომდე შეიძლება ისეთი არა. ვერტში კიდე გადადის 2 წელიწად ნახევრით სატურნი. ანუ შეზღუდვების პლანეტა, რაც მას ცოტა კეტავს და ბოლომდე არ აძლევს, ასე ვთქვათ, ამ პოზიტიური შანსების, ამიტომ თავარი ფავორიტი მაინც რჩება ისევ ამ შემთხვევაში ლუმი. დანარჩენებისთვის არ არის ცუდი წელიწადი, მაგრამ ნუ ამათ ვერ აჯობებს. მოდი ვთქვათ, წარმატების კუთხით. იცით ახლა ვახსენეთ ეს პროგნოზები და რეკომენდაციები და მინდა გადავინაცვლო ისეთ თემაზე, რაც მგონია რომ ბევრ ადამიანს აწუხებს. მე პირადად მქონია ეს თავში. როდესაც საუბრობთ ასე, რომ მაგალითად აი ახლა არ არის სწორი დრო. წელს თავი შეიკავეთ ამისგან მაგალითად. მე მაინტერესებს ეს მიდგომა რამდენად სწორია. ხომ არ იწევს ეს ადამიანის დაპროგრამებას, იმიტომ რომ ბატონო მიშა დამეთანხმებით, რომ ადამიანის ტვინი ინფორმაციას ძალიან მარტივად იღებს და თითქოს ეს ილექება ტვინში და ბევრი ფსიქოლოგი საუბრობს ამაზე. ამერიკელი ფსიქოლოგი არის ერთი სელიგმანი, რომელსაც კონცეფცია აქვს შეძენილი უმწეობის. ანუ როდესაც შენ ჩაგძახებენ იმას, რომ რაღაც არ გამოგივა, შენ ავტომატურად შეიკავებ თავს, რომ გადადგა ის ნაბიჯები, რაც წარმატებამდე მიგიყვანდა და მე რეალური ადამიანებით შემხვედრია ასეთი, მაგალითად, ერთ ჩემ ახლობელს ასტროლოგმა უთხრა, რომ 5 წელი რამდენიც არ უნდა იშრომო, შენ კარიერაში ვერ მიაღწევ წარმატებას. და რაღაცნაირად ეს ხო არის დემოტივაციის ფაქტორი. ანუ ასტროლოგმა სად უნდა გაავლოს ზღვარი რეკომენდაციასა და ადამიანის დაპროგრამებას შორის, ეს მაინტერესებს თქვენს მაგალითზე. ამიტომ მიყვარს თევზების კითხვა. აი სწორედ ჩვენი აგერბატონო წამყვანი თევზების ნიშანია, საინტერესო კითხვები აქვს ტრადიციულად. კარგი ბატონო, შეძახილმა ხე გაახმო ამბობენ ხო საქართველოში. ესეა. მაგაში აბსოლუტურად გეთანხმები, იმიტომ რომ რას ვქოლია, ასტროლოგიას რა ეწოდებოდა ოდითგანვე კოსმობიოფსიქოლოგია. ასე ერქვა თავიდან. სად იყვნენ ადრე ფსიქოლოგები? ასტროლოგები ვარსრულებდით ამ ფუნქციას, ხო? 12 ფსიქოტიპი და მთელი ამასთან დაკავშირებული მთელი ეს ეზოტერული მეცნიერება. მაგრამ რას ვქოლია, ზეგავლენა შეიძლება მოახდინო ადამიანზე, მე ამას არაერთხელ შევეჯახე. და რასაკვირველია ზომბირებას ახდენს. ამის გამო მე თავის დროზე მეორე არზე ერთ-ერთი გადაცემა შევწყვიტე. მას ერქვა რაგელით ხვალ. და ღამე გადიოდა 11 საათზე და
იქ იყო ინფორმაცია აი შემდეგი დღის პროგნოზი, ხო? და მოხდა ისე, რომ ტექნიკური მიზეზების გამო ორჯერ მე მგონი ეს გადაცემა ვერ გავიდა. იქ ამბავი ატყდა. ზარები და რეკვები და ქალბატონების მოვარდნები მათ შორის სტუდიაში რომ რას ამბობთო ჩვენ ვერ დავიძინებთო ამის გარეშე მე მაშინ მეხვდი იცი რა რომ რაღაცა ცუდი ამბები ხდება რა ეს ხალხი იმდენად წამოუკიდე ამ ნემსზე რომ ეთქვა ნარკოტიკი გახდა ეს მათთვის ამის გარეშე უკვე ნევროზი დაეწყოთ ხო რაც ყოველდღე დაუშვებელია მაშინ მე შევედი ცხონებულ ზაზად არასოთან ხელმძღვანელთან და ვთხოვე რომ მოდი ეს გადაცემა მოხსნათ აი ამის და ამის გამო კაცი ძალიან გაგურებული მე აქეთ ხოვენ რომ რამე გადაცემა შენ გინდა მოხსნათო კი მე ვთხარი აი ბანოზაზე ესეთი ამბავია ხალხზე ჩვენ ახლა ამ ეტაპზე ესე იგი რაღაც უდათ მოქმედებ და ეს გადაცემა არ არის საჭირო იმიტომ რომ ვაბავთ ხალხს ამ ინფორმაციას ძალიან უჭირთ მაგრამ აი ყოველ კვირეული დავტოვოთ პროგნოზი ხო ის უკეთესია ის ასე დღეში არაგდებს ამ ხალხს და უფრო მოდი ასე ვთქვათ რაც უფრო ესეთია ყოველ კვირეული მე ჩემი გამოცდილება გეუბნები უფრო ზუსტია ვიდრე ყოველდღიური ინფორმაციული კუთხით და შევწყვიტეთ ეს გადაცემა ამოაგდეთ საერთოდ. რასაკვირველია ეს მოქმედება არის ზეგავლენა ადამიანებზე უდაოდ. არის კატეგორია ადამიანის რომელიც მეუბნება რომ იცი რა არ მინდა რა ეს ასტროლოგია. იმიტომ რომ ზომბირდები. კი ბატონო, ყველას თავისუფალი არჩევანი მე არავის აფერში არ ვაძალებ. ეს ხომ უნდა იყოს მისი ნება. მიხვდი? მაგრამ ჩვენ ვამბობთ ხშირად ერთ ფრაზას, ვინც გაფრთხილებულია შეერაღებულია. რატო ვამბობ ამ ფრაზას? იმიტომ რომ რაღაცა ხდება მოვლენა. ხო, აი მე გეტყვი ხა ესეთ სურათს. ამიტომ ჩვენ აღარ ვიტყვი ხა ერთ-ერთი ასტროლოგიის, ცნობილი ასტროლოგია გვარს, რომელმაც ერთ-ერთ გოგონას უთხრა, რომ ერთ კვირაში შენ დაგეჯახება მანქანა. აი, იცი რა, ეს რას ნიშნავს? მე გეტყვი, არსებობს ასტროლოგიური ეთიკა. სამწუხაროდ ჩვენთან ამას არავინ არ სწავლობს და არ ასწავლიან. ამიტომ ყველა ვინც მეტმასწავლია ასტროლოგიაში, წარმოადგენს რა აქვს რა არის ასტროლოგიური ეთიკა. მე როცა ვიწყებდი მაგალითად ჩემს პრაქტიკას. აი მე მქონდა პირველი სერიოზული შემთხვევა, თევზების ზოდიაქოთი მოვიდა გოგონა, 17 წლის იყო რამდენიც მე მახსოვს და მე მის რუკას რო ვაკეთებ, ახლა ხედავ რომ მისთვის კატეგორიულად იგზალება აბორტი. არ უთხრა? და უთხარი, რომ აბორტს მოერიდე, ხო? რომ მე შეიძლება პრობლემები არ შეგექმნას კაცო ამ ბავშვი არ აყვეს ან აუ რო დაეწყო ისტერიკა. რო დაემხო ესე იგი ეს მე ხო გაუგდი ცოტა ხანი შოკი მქონდა იმიტომ ხარ ველოდი ესეთ უნდა გაკეთებული თურმე გაკეთებული აქვს 17 წლის ასაკში გესმის ეხლა ვერ გავთვალე მეს იმ მომენტში თან თევზებს ეუბნები მაგას ვერც რო უთხრა ვერძი სხვანაირად გადაიტანს თევზებისთვის ეს არის კატასტროფა დამთავრდა ცხოვრება ორი კვირა დამჭირდა ყოველდღიური სეანსები სიარული მასთან რომ როგორმე გაუმეყვანა ამ მდგომარეობიდან მე გავუჩნდა ბავშვი მე უთხარი მაშინ გავაგე მე კატეგორიულად ხო არ მithქვას საფრთხე არის ამის გითხარი ხო მაგრამ თევზები ხო ფანტაზიური ნიშანია საფრთხე სიტყვა გადავიდა უკანა პლანზე და მან სლეა და წარმოიდგინა რომ დარჩა ბავშვის გარეშე მიხდით რა მოხდა ესე კინა მოუკავი ადამიანი ამ დროს უთხარი სიმართლე აი მაშინ პირველი გაკვეთილი მივიღე სერიოზული რა იარაღი ასტროლოგია და რა სიფრთხილეა საჭირო და არა ისე რომ ვისაც ყველას უნდა ყველა ასტროლოგია. ეგრე არ არის ჩემ კარგი. აი ამ გამოცდილებით ახლა იგივე რაღაც რო დაინახოთ როგორ მიაწოდეთ. ამიტომ ვამბობთ ვინც გაფრთხილებულია შეარაღებულია და მე ძალიან ხშირად ხსნი ამას. მე რასაც გეუბნებით ეს არის ინფორმაცია ზოგადი დავიწყოთ აქედან ხო? ალბათობა მაღალი. მაგალითად რა აი ერთადერთი ვარ აი დააკვირდი ყველა ასტროლოგს ვინც ამბობს სიტყვა ალბათობა ვინც ამბობს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშანთათვის ყველა სხვები ამბობენ ჰოროსკოპი არ არის ის ჰოროსკოპი ხალხო შენ სხვა თევზებს შორის დიდი განსხვავებებია მაგრამ გაქვს საერთო რა არის მზის პოზიცია შენ ზოდიაქოში თევზებში აი ეს არის თქვენი ზოდიაქო არსებობს ასტრომედიცინა ორი დღის განმავლობაში როცა მთვარე გადის ამა თუ იმ ნიშანს უსუსტებს გარკვეულ ორგანოებს პირდაპირ კავშირია კოსმოსის ენერგიებისა და ადამიანის შიდა ორგანოების ენერგიებს შორის თუნდაც იმუნიტეტი შეიძლება დაგიწყოს ყველაფერი მაგალითად როცა მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს ნიშანს იმ ორ ნახევარი დღის განმავლობაში სუსტდება გულსიძარღვანი სისტემა ნებისმიერი ადამიანის და ამ დროს უნიშნავენ ოპერაციას გულზე რასაკვირველია უკვე ხიფათია
რისკი მაღალია იმისა, რომ შეიძლება ოპერაცია ცუდად ჩატარდეს, ამ პრობლემა მოხდეს ისეთი წინასწარ განსაზღვრებით. მე ამიტომ ყოველთვის ვამბობ, თუ აუცილებლობა არის, სხვა ვარიანტი არა, ადამიანი მოხდა ავარიაში და სასტრაფო უნდა მაშინ უნდა გაკეთდეს რა თუნდა. მაგრამ ასაკვირველია, გაქვს საშუალება 2 დღით გადადეთ, რომ ეს ორგანო ისევ გაძლიერდეს, ხო? და მასთან ჩარევა აღარ იყოს პრობლემური და სარისკო. ნახეთ, ესე არ გავაფრთხილოთ, ვაფრთხილებთ. კარგი ბატონო, როცა ხდება ახლა მაგალითად რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა, ახალი მთვარე, სავსე მთვარე. ეს არის სატანური დღეები, როცა მოდის უარყოფითი დიდი ენერგია და ადამიანს აქვს გაცილებით მეტი ცდუნება ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს. არ გავაფრთხილოთ? ვაფრთხილებთ ხო, რომ ამ დღეს არ გინდათ ახალი საქმის დაწყება. ხელშეკრულების დადება. მოლაპარაკების წარმოება. დადებთ, მოილაპარაკებთ, მაგრამ არ იმუშავებს ის მერე, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში აპრობირებულია, ხო? ამ პერიოდში მაგალითად აი ახალმთვარეობის სავსე მთვარეზე მზის დამთვარის დაბნელებას გაცნობილი ადამიანი მერე შეიძლება აღმოჩნდეს სერიოზული მატყუარა ან მოღალატე. და ვერ მიხვდებით რატომ, იმიტომ თქვენ არ გახსოვთ როდის გაიცანით. მაგრამ ჩვენ ხო ამას ვაფიქსირებთ ამ ფაქტორებს, ხო? ტრაუმულ ავარიული ტენდენციების ალბათობა მაღალია. განსაკუთრებით სავსე მთვარეობაზე. რატო? სავსე მთვარეობაზე მოდის უზარმაზარი ენერგია. ეხლა წარმოიდგინე, შენ დაუშვათ თევზები ხარ და იმდენი ენერგია არ გაგ და მეტნაკლებად უფრო დისციპლინირებული ვარ. ვერც რა უყოთ. შილდოსანს რა უყოთ, რომელიც ქებს ენერგიი და აღარ იცი საწაიღოს და კიდევ რომ მოდის კოსმოსიდან უზარმაზარი ენერგია, ამის ტრანსფორმაციას ახდენს მათ შორის საჭესთან 200-ით დადის. მე ხვდით, ეს მე ხშირად ქმნის ტრაუმულ ავარიულ ტენდენციებს, ხო? ხო უნდა გავაფრთხილოთ, რომ ფრთხილად ტრაუმული პერიოდია, ხო? ალელემენტად, მან კი არა შეიძლება ფეხი დაგისდეს თავისთავად ტრაუმული როდესაც, ხო? მაგრამ მოძრაობაც უნდა იყოს ფრთხილი. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ, ჩვენ არ ვაშინებთ, აი ესა გვაქვს, ამის თქმა მინდა, რომ ვაფრთხილებთ, რომ არის ხიფათი, ხო? მოდის რაღაც უარყოფითი ენერგია, გაფრთხილდით. ეხლა მაგალითად, უყურე, შავი მთვარე ახლა გადის მორიელი ზოდიაქოს, ახლა 20 დეკემბრამდე იქნება იქ. მორიელი რა არის? მორიელი არის ინტიმური კონტაქტი. ეს არის შარცასქესო რეპროდუქტიული სისტემა, ხო? ესე იგი, რა ხდება? აქ არის მაღალი ალბათობა ამ პერიოდში, რომ შენ შეიძლება გადაეყარო ისეთ პარტნიორს, რომელიც მოგხიბლავს, მოგეწონება, მერე ინტიმური კონტაქტი შედგება, მერე მოგატყუებს და იმამოძაღლებს. შენთან გესმის, იმიტომ რომ ეხლა ესეთი ინტიმური ახალი ურთიერთობა ამისგან ჯობია თავი დავიცოთ. ეხლა რატო გეუბნები ამას ახლა? იმიტომ რომ ეს უკვე მე პრაქტიკიდან ასტროლოგია 40 საუკუნე არსებობს. აქ უზარმაზარი დაკვირვების ფონია, ხო? ეხლა მე კიდე ჩემი პრაქტიკიდან გეუბნები. მოდიან მერე გოგოები, მეუბნებიან რომ აი არ დაგიჯერეთ ამ პერიოდში გავიცანით რაღაცა მოხდა და ესე დამტოვა ხახამშრალი. არ ვიცი გახსოვთ თუ არა, მაგრამ ერთხელ დაგირეკეთ, უკვე ძალიან განერვიულებული ვიყავი, ვიღაცამ ძალიან ცუდად მომატყუა. მახსოვს კი, როგორ მახსოვს? დაგირეკეთ და რომ მკითხეთ რა პერიოდში გავიცანი ის ადამიანი, ზუსტად ისე დაემთხვა, რომ ეგეთი პერიოდი. ასეთი იცი რამდენი, მაგ ერთ დიდი წიგნი შემიძლია დავწერო. აი ხა როცა ვენერა სიყვარულის პლანეტა ხდება უკუმავალი რეტროგრადული, ეს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ხდება. აქ შეიძლება უცებ დაგებრუნდეს ძველი პარტნიორი, რომელიც უკვე საუკუნეები არც გახსოვს. და უცებ გამოჩნდა. ო, რა კაი გოგო ხარ, მოდი კიდე. ეგეც მითხარით და გამქრალი ადამიანებს გამოჩნდა. აი, ესეც არის. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ, თუნდაც არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. პირად რუკას რომ შევეხოთ. როდესაც პირად რუკას გიდგენენ, ხშირად გეუბნებიან იმასაც ასტროლოგები, რომ აი მაგალითად რაღაც ქვეყანაში თუ წახვალ, პირობითად ამერიკაში თუ წავალ მე, იქ მელის კარიერული წარმატება განსაკუთრებული. ანუ როცა მე რაღაც ქვეყანა მელის, ასე ვთქვათ. მე რომ არ წავიდე იმ ქვეყანაში, ანუ რა გამოდის, რომ მე წარმატებული ვერ ვიქნები, ანუ პირადი რუკა პროგრამაა, რომელსაც მე ვერ შევცვლი, თუ უბრალოდ რუკა, რომელიც მე რაღაც მიმართულებებში მეხმარება. პირადი რუკა ეს არის შენი დაბადების კოდი, კოსმიური პასპორტი, ანუ პროგრამა, შენი რისთვის მოხვედი ამ ქვეყნად, რა გზით უნდა იარო, რა კოსმიური მისია გაქვს შესასრულებელი, სად შედის დადებითი თვისებები, მათი განვითარება, უარყოფითობის აღმოფრა, რომლის კონკრეტულად და იგი წერია მაგალითად, რომელი პარტნიორი იქნება შენთვის კარგი. ნებისმიერ სფეროში, რომელიც ცუდი, ხო? რომელი ორგანოები გაქვს სუსტი, მაგალითად ორგანოში დაბადებიდან, რომელსაც უნდა ყურადღება და მიქცევა, ხო? და გიწერია მაგალითად, გიწერია საერთოდ უცხოეთი? ზოგს აი მე არ მიწერია მაგალითად, არც მივდივარ. თუმცა უამრავი შემოთავაზა, მე ვიცი რომ ხო, მე ვიცი რომ ვერ წავალ.
აზრი არა აქვს, რომ სწავიდე რა, როგორც სწავლე ისე ჩამოვა, იმიტომ რომ არ მიწერია გამარჯვება. მიხდი? თორე ისე დავათვალიერებ კი ბატონო. მაგრამ ზოგ ადამიანს უწერია. მაგრამ ახლა მეორე მომენტია. იქ რო გიწერია უცხოეთი, ის კიდე დამატებით ინფორმაციას გვაძლევს. უცხოეთი რისთვის? პირადი ურთიერთობებისთვის, ფულის საშოვნელად, კარიერული განვითარება, ის კიდე ცალკე თემებია. შეიძლება პირადისთვის კარგი იყოს და კარიერაში ვერაფერ გააკეთო. უცხოეთი შეიძლება ორივე კონდეს, ხო? კარგი, ახლა შემდგომ უცხოეთი გავიგეთ, მაგრამ რომელი ქვეყნები? შეიძლება მოხდა ისეთ ქვეყანაში, სადაც როგორც წახვედი, ისე ჩამოხვალ უკან, არაფერი. ესმის და რამდენი ჩამოდის და მე ვერ გავაკეთე. ხო. რატო შემდა წახვიდე იმ ქვეყანაში, ასტროლოგია ამას გვაჩვენებს, ხო? გამარჯვების პლანეტა იუპიტერი უნდა მოხდეს იმ ზონაში, სადაც ის გაჩვენებს, რომელი ქვეყანაა წარმატებული. ნახდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ სამშობლოს წარმატებას ვერ მიაღწევ. სულაც არა. შეიძლება საკაც იყო წარმატებული, მაგრამ რადგან ჩვენ რუკა გვიჩვენებს, რომ უცხოეთი აუცილებელია, აი მაგათ თუ კარმული კვანძი მოხდა, ეს აუცილებელია. რატო? უცხოეთი მაშინ ხელს უწყობს შენ სულიერ ევოლუციურ ზრდას და არა მარტო ფინანსურ კეთილდღეობას. რას აგვირველია და თუ შენ დაუშვათ გიწერია რომ უბრალოდ აი წარმატების მომტანია და იქ დაუშვათ უნდა ისწავლო, დაუშვათ კვალიფიკაცია იმაღლო რომ მე იქ დაგროვილი ცოდნა კაპიტალი გამოიყენო სამშობლოში, სადაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევ, ანუ უცხოეთის გავლით სამშობლო. მაშინ ამასაც უხსნით და რომელი ქვეყნები კონკრეტულად ხო? ზოგჯერ ისაც ხდება რომ მაგალითად აი გუშინ იყო პიროვნება, გერმანია კარგი იყო მისთვის, ოღონდ ბავარიის მხარე არა. მიუნხენი არა, დარჩენი გერმანია კი. და მაგან მითხრა ერთ-ერთხელ ვიყავი გერმანიაში, ისიც მიუნხენშიო და ნუ ყველაფერი თავზე დამახურესო და გამოვიქეც იქიდან გახედო არ მინდაო. სწორია მე ვთხარი, იმიტომ რომ იქ არ მოხდი. თუ აძლევთ ადამიანს საშუალებას რომ დადგეს სწორულ გზაზე, გამოასწოროს ის ნეგატიური თვისებები, რომელიც ხელს უშლიან და ამის გარდა მე გეტყვი რომ იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა პარამეტრები. რა შეიძლება უშლიდეს ადამიანს ხელს წინსვლაში? პირველი, საგუთარი უარყოფითი თვისებები, ერთი. მეორე, გარე ზეგავლენა. რა იგულისხმება აქ? თვალის აღება, როგორც უარყოფითი ენერგიის მატარებელი. მეორე, საგვარეულო წყევლა, ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე და ანგრევს ოჯახებს. და მესამე, ყველაზე გავრცელებული მსოფლიოში, შავი მაგია, ანუ ჯადო. ბევრს არ ჯერა, მაგრამ გაგვატარეთ ვისაც გჯერა, მე ამას ვეჯახები ძალიან ხშირად, უფრო მეტიც მე გამიკეთეს პირველად, როცა 21 წლის ვიყავი. და ძალიან კარგად ვიცი ეს რა არის, აბსოლუტურად ჩახედული ვარ. შავებსაც ვიცნობ, თეთრებსაც ვიცნობ, რასაკეთებ, ყველაფერი, ამას შემიძლია წიგნი დაგიწეროთ. ამიტომ თუ თქვენ გონიათ რომ ბებიეს ზღაპრები, შეგიძლიათ ეს გადაცემა გამორთოთ პირდაპირ. ვისაც გჯერათ, სამუყვევით, ჰა? როგორ აღმოაჩინეთ 21 წელს? ნუ ახლა ჩემო კარგო ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ვარ სპორტსმენი, ნავარჯიშები, წყალბურთელი და შემდგომ და უცებ დამეწყო პროსტრაცია. აღარ მიხარია ცხოვრება, უძილობა, საშინელი სიზმრები, უცებ თავბრუსხვეები, ოფლი დამასხავს, შიშები წამოვიდა და რაღაც უაზრო რაღაცეები და მივდივარ ექიმთან, რასაკვირველია, ხო? ექიმის ვერდიქტი, აფერისტი. რატო? იმიტომ ყველაფერი გადასარევი მაქვს, სიცხლე, ისა, გული, ყველაფერი სპორტსმენი ვარ, კაცო. ფიზიოლოგიურად გადასარევი, შენ დასვენება გინდა ეთხოვაო კაცო და ეხლა რაღაცას ნევროზული. ჯოვეოვნები ცუდად ვარ, კაცო, აღარ მიხარია ცხოვრება, ან აგრესიული გავხდი, ვერავის ვერ ვიტან, ნერვიულობ, არ ვიყავ ესეთი, ვეუბნე, უცებ რაღაცა მოხდა, ხო, ჩემს თავზე. არა, აფერისტი. გამიშოს ფსიქიატრებთან, ფსიქიატრების საქმე რა არის? რასკვირა უნდა როგორმე დაგაწყდაროს პრეპარატებით, ხო? მაგრამ ფსიქიატრება ეხლა ბევრმა ეხლაც არ იცის. თუმცა რამდენიმე ჭკვიანი ფსიქიატრი შეხვდა და სოჩუეს რას მეუბნებოდა, იცი რომ? კაცო, ერთ რამეს ვაკვირდებითო, რომ ჩვენ ამ დამამშვენებელ წამლებს რო ვაძლევთო ფსიქოტროპულსო, ხო? ზოგიერთ დღეს კარგად რეაგირებს ადამიანი. ზოგიერთ დღეს ძალიან უპრეაქცია აქვს და ვერ დავადგინეთ რა კანონზომიერება. ამათ აუხსენი. ვინც მეკარებოდა ფსიქიატრი, ყველას გავაგებინე ასტროლოგიაში ძალიან კარგად ჩანს. როცა მთვარე გადის თევზების ზოდიაქოს ნიშანს, თევზები მართავს ფსიქოტროპულ პრეპარატებს. მე ხვდი იმ ორ დღეში არ უნდა მისცე პრეპარატი. ანუ უკუჩვენებას გამოსცემს. რა საკვირველია და მე კიდე პლუს შავი მთვარე მაქვს თევზების ზონაში.
და როცა შეამთავრე ადამიანს ეს უარყოფითი ენერგია თევზებში იმისთვის კატეგორიულად იგზალება ფსიქოტროპული. მე დამენიშნე ფსიქოტროპული და გინდაგით რომ კედლებზე ავედი. დამეწყო галлюცინაციები. მიხვდი? აი მაშინ დავჯიქი და პირველად დავიწყე ფიქრი რომ რაღაცა ენერგია არის ძალიან ძლიერი ადამიანი შეიძლება მოსპოს გაანადგუროს კაცი შვილი ხმის გამცემი არავინ არის. რა და როგორ? მაშინ დავიწყე ჩემი ძიება და მაშინ გავიცანი შავებიც, თეთრებიც, ვინ რაში მუშაობს, როგორ რანაირად რას აკეთებენ და აღმოაჩინე რომ არის უზარმაზარი იარაღი. რომელსაც ვერც პროკურატურა ვერ უშველის, ვერც სასამართლო ვერაფერი, მაგრამ შეუძლია დინასტიები ამოხოცონ. არამედ ცალკეული ადამიანები და სერიოზულად გაუფუჭონ ადამიანებს ცხოვრება. და ასტროლოგიაში ეს ძალიან კარგად ჩანს. ბევრი ასტროლოგი ამბობს, რომ ამ რუკაში ასევე ჩანს რეინკარნაციული ნაშთები, ანუ მარტივად რომ თქვა წინა ცხოვრებიდან გადმოყოლილი ენერგიები. კი. ამაზე რაიმე რეალური ისტორია შეგიძლიათ მოგვიყვეთ თუ შეგხვედრიათ ბევრი რაღაცები ხდება ამასთან დაკავშირებით. ყველა ადამიანი როცა მოდის პირველ რიგში უყურებ მე მის პირად რუკაში ეგრეთებულ დაღმავალ კარმულ კვანძს. დაღმავალი კარმული კვანძი გიჩვენებს იმ ნიშანს, რომელიც უკავშირდებოდა მის წინა ცხოვრებას. და იქიდან ძალიან კარგად ჩანს რა მოიტანა მან წინა ცხოვრებიდან. მაგალითად დაღმავალი კვანძი თუ არის ლომში. იბადება ეს ბავშვი და ბავშვობიდან უკვე ჩანს ეგოისტი, დიქტატორული ტენდენციები, ბრძანებლური კილოები, არ ადგება ზერმეტად წყალდალიოს მომიტანეთ. ეს ანუ იმპერატორი იყო წინა ცხოვრებაში გესმის, მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, კაი ოჯახის შვილი, მიეჩვი ამას რომ ყველა ემსახურება და ყველაფერი და ეს მომენტები მოყვება იქიდან. მიხდი? და ამის სურვილი აქვს. ამიტომ ძალიან კარგად კაფიოთი ჩდება ეს. მაგრამ ეს გზა თუ მანი გააგრძელა რაც მოიტანა, დაჯადია. აი რა შეიძლება ეს უკვე იყო მის ცხოვრებაში. ეს უკვე უნდა დაამთავროს, სულ სხვანაირი უნდა გახდეს. თორე ხელახლა დაისჭება. აბა როგორ, იმიტომ რომ მაშინ ეს რას ნიშნავს? იცი, აი ხო უყურე, აი ადამიანი მოიყვანეს ამ ქვეყნად და ეუბნებიან, აი წინ გაქვს მე-6 კლასის პროგრამა გასავლელი. შენ დაამთავრე მე-5 კლასი. მე-5 კლასი იყო ლომი, ხო დავუშვათ. მე-6 კლასი გეოდება მერწყულის თვისებების გამოვლენა. ადამიანი როცა იბადება, მას კაჩავს წარსული. რატო? მე-5 კლასი. თორე შენ ეს პროგრამა გავლილი გაქვს, იცი, ეს თვისებები კარგად გაჯენილი და გიადვილდება. მათი გამოვლენა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო? მაგრამ მე-6 კლასი ეს ახალია. აქ უნდა გახდე დემოკრატი, აქ უნდა გახდე უანგარო, აქ უნდა მიაწვე გონებრივ შესაძლებლობების განვითარებას, მიხვდი სხვა ინტუიციაზე დაყრდნობა, რაც არ ჭირდებოდა წინა ცხოვრებაში. ამიტომ აქ გაქვს შენ სამუშაო ჩასტარებელი, რომ მე-6 კლასის პროგრამა დაძლიო. ამიტომ ადამიანთა უმრავლესობას ეს არ უნდა. და ამიტომ მეუბნებიან, იცი რა, აი, არაფერს არავის არ უშავებ, არაფერი ასეც, მაგრამ არაფერი არ გამოდის კარგი, მივდივარ უკან. რატო მედი? ზუსტად იმიტომ, რომ ამ პროგრამას არ ასრულებს. მას ურჩევნია ძველი თვისებები გამოავლინოს და მაშინ მიდის უკან და ისჯება. იმიტომ რომ ფაქტობრივად ამით სამყაროს ეუბნება ვარს საკუთარი სულის ახლებურ განვითარებაზე და ეს დაჯადია. დეჟავუ შეიძლება დაკავშირებული იყოს რეინკარნაციასთან. ანუ ეს არის რომ მართლა გვახსენდება, როგორც ამბობენ. რამდენიც გნებავთ. აი მე მაგალითად ერთ-ერთ მაგალითს გეტყვი, თუმცა ასეთი ბევრია. ერთ-ერთ მაგალითს გეტყვი, აი მოვიდა ჩემთან ესე ცოლქმარი, მათ ყავდათ ბიჭი, ცხოვრობდნენ პლეხანოვზე, ხანდელი აღმაშენებელი. და 5 წლის ასაკში ის ბიჭუნა გარდაიცვალა. რაღაც დაავადება რაღაცა და გარდაიცვალა. შემდეგ, აღარ უნდათ იმ რაიონის დახვა, არც იმ თავის სახლის გაყიდეს ეს ყველაფერი და გადავიდნენ ვაჟობშაველს. და დაახლოებით 2 წლის მერე გაუჩნდათ გოგონა. გოგონა რო წამოიზარდა უკვე სადღაც დაახლოებით 3 წლის რო გახდა, ისეთ რაღაცას ეუბნებოდა, რომ ესენი შოკში ჩავარდნენ. ეს ითხოვდა ზუსტად იმ ტანსაცმელს, იმ კოუზებს, სად არის ის ჩემი ველოსიპედი, რაც ქონდა იმ ბიჭს. და რა არის ცუდა იმის გარდა. აი ეს არის ტიპიური რეინკარნაცია, იმის სული ჩაისახა ამ გოგოში. ადამიანს ქვეცნობიერში ჩაწერილია ყველა თავისი წინა ინკარნაციები. მე მახსოვს კომუნისტების დროს საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა. მაშინ ჩამოიყვანეს გურიიდან გლეხი კაცი, ერთი ისეთი, ცოტა მოხუცი. ხო და ჰიპნოზის მდგომარეობაში ჩააგდეს აქ. ჰიპნოზში ჩავარდა, კაცმა დაიწყო ლაპარაკი აცტეკების ენაზე. მიხვდით? ეს იყო შოკი რა მეცნიერებისთვის. და მე რო გაარკვეს, ეს ძველი აცტეკების ენა იყო.
რა იცოდა ხა იმ კაცმა? გურულმა კაცმა აცტეკების ენა, ხო? ხშირად მეკითხებიან ეგეთ რაღაცას, აი ოჯახში ისდება ორი ბავშვი. ერთი ელაპარაკება უფალს, მეორე ქურდი და მამაძაღლია. მაგრამ აი რომელიც ქურდი და მამაძაღლია, კარგად ცხოვრობს. მაგრამ ის სულ წვალებაშია. ხო. რატო? აი საიდან? ხო ერთი ოჯახია, ხო ერთი საგვარეულოა, ხო ერთი აღზრდა, მშობლები, ხო? საიდან? რეინკარნაციათ არის ხია სხვადასხვა. ერთი მოვიდა მეცხრე ინკარნაციაში, ის უკვე მზად არის უფალთან სასაუბროდ და ზედა ენერგიების აღსაქმელად, მაგრამ მეორეს ჯერ პროგრამა აქვს, მეორე მესამე კლასი სადაც შედის. ქურდობა შედის, მამაძაღლობა ტყუილით შედის, ადამიანი ნელ-ნელა გადის ევროლუციაში. აი მეცხრე კლასელი ის ძმა, რომ მოკლა ქურდობაში ვერ ჩართავდა მამაძაღლობაში, იმან ეს უკვე გაიარყა ოდესღაც. ამიტომ ხარ აინტერესებს. მაგრამ ამას ჯერ არ გაუვლია. და თავისი პროგრამა აქვს, ქურდობა უწერია, ასრულებს ხუთიანზე, ყველაფერი ეძლევა. მანქანაც, სახლიც, ყველაფერი, მაგრამ ეს წუმპეა. რომელსაც ადრეა თუ გვიან, მერე გამოსყიდვა დაჭირდება ამას, მაგრამ ის ამას გადის, იმ მომენტში ეძლევა. მაგრამ მეცხრე კლასელს არ ეძლევა. რატო? იმიტომ რომ ის უკვე როცა ელაპარაკება ზემაღალ ძალებს, ის უნდა გახდეს უკვე ლიდერი. ის უნდა გახდეს უკვე პიროვნება სამაგალითო ყველასთვის და უკვე ხალხის მასებთან უნდა ილაპარაკოს და მათ გადასცეს. მაგრამ ის არ აკეთებს, რას აკეთებენ ეს ადამიანები ხშირად? იკეთებიან თავის სახლში, თავის ნაჭუდში და ზიან თავისთვის და ამ წიგნებს კითხულობენ და მედიტაციებს უსმენენ მხოლოდ. მიხვდი? მაშინ ისჯებიან. იმიტომ რომ აი დიდი პროგრამა მათ არ გააქვს. ლიდერულ თვისებებს არ ავლენენ, არ არის მასწავლებელი არავის. არ გადასცემს გესმის? დაჟე შემოდის. აი ესეთი 1000 რამ ხდება ჩვენ სერული. დიახ. ბატონო მიშა, ბევრი ადამიანი შეიძლება საერთოდ არ აკეთებს არც რუკას, არც ასტროლოგიურ რეკომენდაციებს მიყვება, მაგრამ რაღაც შინაგანი ხმა არ ნახობს, როდის რა მოხდება, როდის როგორ უნდა მოიქცეს. ინტუიციას ვეძახით ამას ჩვენ. რა არის ეს ინტუიცია, რამე ფსიქოლოგიური პროცესია თუ ენერგეტიკული პროცესი არის, რომელიც რაღაც ჩვენში თუ რაღაც პარანორმალურ მოვლენებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, აი რას ნიშნავს ეს შეგრძნება? აი ეს პირველ რიგში გაქვთ თქვენ. თევზებს, იმიტომ რომ მე სიზმრებშიც მაქვს ეს მორიელს და მერე მერწყულს. აი ეს ოთხი ნიშანი გასულ, თუმცა შეიძლება ნებისმიერშიც იყოს ეს ამბები. ეხლა ინტუიცია არის წინამძღნობა. შემოდის ორი გზით ადამიანში, ან სიზმრით, ან ცხადში. ზოგს რომელიღაც ერთი ფორმაა გამიტარებული, ზოგში ორივეა თანაბრად. გონება კარგი აპარატია, ოღონდ არასრულყოფილია. თავის გამიტარების გარკვეულ ეტაპზე, ამიტომ შეცდომებს უშვებს. ინტუიცია უფრო ძველი წარმონაქმნია ღვთიური ძალების ადამიანში, ამიტომ კი შეცდომებს არ უშვებს. როცა კითხულობ წიგნს, პულსით ვლით, კომპიუტერთან მუშაობთ, ეს გონების სამუშაოზე ინტუიცია არ ჭირდება, მაგრამ გადაერთეთ ადამიანს შორის ურთიერთობებზე, საკლეთ სამწუხაროდ აქ ჩართეთ ინტუიცია, ჯერ იგზავნით რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ადამიანი. ამის მიხედვით სწორად დააწყეთ ურთიერთობა. ან მიდიხართ საქმე ან სასკვარულო პაიმანზე, ექსკურსიაზე, სამოგზაუროდ, წინაღამეს ჰქონდათ ძიმესიზმარი. წასვლის წინ გეუფლებათ შფოთი, წუხილი, გულისხმა ამ გზით ინტუიციურად კარნახობთ არღის წასვლა. თქვენი გონება რას იცავს ამ დროს? მორალის კუთხიდან შემოგიტევ და გეტყვით ცერცხული არ წასვლა. ხალხ გეუდებათ, თქვენ დაპირდით. წახვალთ, გადაეყრებით უსიავნებას, დაბრუნდებით, საკუთარ თავს ეტყვით, გული ხომ კარნახობდა, რატო არ დაუჭერე, ამიტომ დაუჭერეთ. ინტუიციის წინადგზნობის მეშვეობით, ახლა ქალებს ეს უფრო განვითარებული აქვს, იმას ვერ ვიტყვი, რომ კაც არ აქვს, უბრალოდ კაცი მეტად აწვება ტვინს და ახშობს ამით თავის გულს. ამაშია მისი უბედურება, თორე კაცსაც აქვს, თუ მოინდომებს, არანაკლები ინტუიცია აქვს, მაგრამ ქალი რადგან უფრო გულით ცხოვრობს, მისი ინტუიცია უფრო მკაფიოა. ეს ხაჩოს მინდა გითხრა, რომ მორიელის ინტუიცია განსხვავებულია. ეს შემდეგი სხვა ნიშნებისგან. რით მორიელი პირველ რიგში გზნობს სახიფათო უარყოფით ენერგიებს. და აი შეიძლება შეხედოს ადამიანს და თქვას, კლელი ან ქურდია. წყალი არ გოვა მის ინფორმაციას, თორე რატო გითხრა თვითონ არ იცის. ანუ უფრო აურის შეგრძნების უნარია. ფათო ენერგიებს გზნობს, მიხვდი? აი ზოგჯერ მორიელი გზნობს სიკვდილის სურნელს. შეიძლება ვერ აღწეროს როგორია, მაგრამ გზნობს. მიხვდი? აი ეს აქვს და სხვა შუის ზოგჯერ თევზებსაც იშვიათად, მაგრამ აქვს. მაგალითად მე უფრო წინათ გრძნობა. მაგალითად თემურ თხილაძე. გახსოვს შენ ეს მომღერალი? კი. რომას ძმა? ჩვენიერი პიროვნება ერთი პერიოდი ძალიან ცუდ ნევროში იყო და დეპრესიაში ჩავარდნილი, რატო? ადამიანი შეხედავდა და მე ეთყოდა მალე მოკვდება და ის კვდებოდა რამდენიმე დღეში. მათ შორის საკუთარ მამაზე. იგივე მოხდა ხო? და ჩავარდა ნევროში, იმიტომ რომ პანიკა დაეწყო, რომ მე ხო არ ვკლავ ამ ხალხს რა შეასაქმე.
საკუთარ დანაშაულის შექმნას. ხო, რასაკვირველია, რომ რამდენი დაინახა, იმდენი და ხა სხვა ვერ ხედავს და ვერ გზნობს ამას. და მე უხსენ, მე ის აპერჩუაშე უბრალოდ მას აქვს ძალიან ძლიერი ექსტრასენსორული ბიოველი. და იგი გზნობს, რომ ადამიანი უკვე დიდხანს ვერ იცოცხლებს, მას ეხურება სიცოცხლის არხი. ამ არხს თავისი ენერგია აქვს, ვიბრაცია. აი თევზები და ეს ნიშნები, რომ ისინი ძალიან კარგად გზნობენ ამას. ენერგეტიკას გესმის და სხვა ნიშნები ვერ გზნობენ. და ამიტომ თემოს ეს შეგრძნება ქონდა, მაგრამ ამას ამაგეროთ ეგერ დეპრესიაში ჩააგდო ადამიანი, ხო? ამიტომ ცოდნა საჭირო, რომ აი ეს მდგომარეობაში არ ჩავარდე მე. ბატონო მიშა, პარანორმალური მოვლენა ვახსენე წეღან და პირველ რიგში მახსენდება ამაზე თქვენთან დაკავშირებით, არაერთხელ გიხსენებიათ, რომ უცხო პლანეტელებთან გქონდათ კონტაქტი. რა თქმა უნდა, როცა ასეთ განცხადებას გააკეთებთ, ადამიანებში ყოველთვის იბადება შეკითხვა, უამრავი შეკითხვა. და ეჭვებიც ალბათ, რომ აი მაინც და მაინც თქვენ რატომ, იმიტომ რომ მე პირადად როგორ ვხედავ, ამას გეტყვით. თუ არსებობს რაღაც ძალა, რაც არის ჩვენზე მაღალი, გულისხმობ უფრო მეტად განვითარებულ ცივილიზაციებს და იერარქიულ უადრო შევადაროთ, დაახლოებით მე ესე წარმომიდგენია, რომ აი ჩვენ და ჭიანჭველები როგორც ვართ. ჩვენ ხო არ გამოვარჩევთ ამ ჭიანჭველებში რომელი უფრო მშრომელი არა და შეიძლება იყოს რომელიღაც უფრო მაგარი ლიდერი, ხო? იმათთვისაც ასე არ უნდა ვიყოთ, ანუ ისინი რატო გამოარჩევენ ისეთ ადამიანებს, პირობითად როგორც იყო თალესშონია და თქვენ. სხვა დონეა. მოდი ახლა ესე ვთქვა, აგიხსნები, ეცდები ახლა ისე ზოგადად აგიხსნებ, თუ ეს არის ძალიან დიდი თემა ამაზე. ეს ძალიან ესე დახურული თემაა, მინდა გითხრა. ნუ გასაგებია, რომ ადამიანს უჭირს ამის დაჯერება, იმიტომ როცა თვითონ ვერ ხედავს უცხო პლანეტელს და ეს კონტაქტი ძალიან იშვიათია, ნუ მას გონე რაღაც მოგონილია და ზღაპრებია, ხო? ნუ თავის დროზე მეც მეგონა ესე, მინდა გითხრა სიმართლე. მაგრამ ნუ მე ნელ-ნელა რაღაცები იცვლება. ახლა ამისთვის ზოგადი წარმოდგენა უნდა შევიქმნათ, ზოგადი ძალიან იმაზე საცხოვრობთ. ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, რომელსაც ქვია მესამე განზომილების ყველაზე დაბალი საფეხური, ანუ ცნობიერების ენერგეტიკული მესამე განზომილება. ეს არის ნახევრად დემონური სამყარო. მოდი ასე ვთქვათ, ხო, ადამიანი ნახევრად ანგელოზია, ნახევრად დემონია. ქვედა ჩვენს ქვევით მეორე განზომილების სამყარო არის მთლიანად დემონური. ხო? კარგი ბატონო, ჩვენ გვაქვს კიდევ მესამე განზომილებაში 12 ქვეგანზომილება, რომელიც ჩვენზე ცოტა მაღალია. და ამის ზევით კიდე არის მეოთხე განზომილება, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და შემდგომ, ხო? იესო იყო ჩამოსული მეშვიდე განზომილებიდან ჩვენთან. დიდი სულიერი ოსტატი, რომელიც გასულებით უფრო მაღალ დონეზე იყო განვითარებული, ამიტომ მას შეეძლო უპრობლემოდ წყალზე სიარული განკურნა, იმიტომ რომ სხვა დონეა გესმის, იქ უკვე იქ სხეულს სხვა ფორმა აქვს. ანუ იქ სხეული ნახევრად გამჭვირვალეა, საერთოდ უკვე მეოთხე განზომილებიდან მიხვდი. სხვა შინაგანი სტრუქტურა აქვს. ეს ნახშირწყლოვანი სტრუქტურა არა აქვს, როგორც ჩვენს ორგანიზმს. ამიტომ სულ სხვა პარამეტრებია. მაგრამ რა არის საერთო ამათ შორის? სული. სული არის ერთადერთი, რომელიც ყველას აკავშირებს ერთმანეთთან. სული არის ენერგია. ეს არის უფლის საწყისი, ხო? მაგრამ დანარჩენი, რასაც ქვია სკაფანდრი, ანუ სხეული, აი განსხვავებებია დიდი. მიხვდი? პლუს ეხლა ეს სულის დონე და ქვეცნობიერის დონე ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყოთ გარკვეულ განზომილებაში, ხო? აი დავუშვათ ჩვენთანაც კი აქაც მაგალითად ხედავთ, რომ აშკარად ყავს დემონური ადამიანები, რომლებიც კოლელები დავუშვათ და ესეთი ადამიანები, რომლებიც აი სიამოვნებას იღებენ იმის გარო ვიღაცა გაამწარონ და ვიღაცა მოკლან, ხო? და არიან ძალიან ამაღლებული ადამიანები, რომლებიც აი სიკეთისგან იღებენ დიდ სიამოვნებას. ხო, აი უკვე ნახეთ, აქაც კი ამ განზომილებაში განსხვავებას ხედავთ. ადამიანი რისკენ მიდის, ხო? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვართ აი ამ მესამე განზომილებაში, სადაც გვაქვს გარკვეული ბლოკირება. რატო? იმიტომ რომ დედამიწას აქვს ეს განზომილება, ეს ენერგოვიბრაციული მუხტი, რომელიც ამის იქით არ ვიშვებს. რატო? იმიტომ რომ თავის დროზე როცა აქ მოხდა მრავალი საუკუნის წინ და ამაზე ისტორია სამწუხაროდ არც არ მოყვება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ნელ-ნელა იხსნება ეს თემატიკა და ნელ-ნელა საზოგადოება გაიგებს რა მოხდა. მრავალი წლის და საუკუნის მილიონების წინ იქნა ეს ქვეყანა დაპყრობილი, ჩვენი მზის სისტემა, დემონური ძალების მიერ. შესაბამისად, მათ ხელში ვარ დღესაც. ამიტომ მათ შეამცირეს ჩვენი ენერგოვიბრაცია დედამიწისა
დაიყვანეს დაბალ დონემდე, აქ უფრო მაღალი რანგის ხალხი იყო. ჩვენთან როცა ცხოვრობდნენ ლემურიელები, ასურები და ტელურები, ეს მრავალი საუკუნის წინანდელ ამბავს გეუბნები. 40 მეტრი იყო დაახლოებით მათი სიმაღლე. რატო დედამიწა იყო მსუბუქი, ესეთი მძიმე არ იყო და ადვილად იზრდებოდა ადამიანი, ხო? იგივე ეს ეგვიპტის პირამიდები და მთელი ეს შეხა გაუცებას რო იწევს და 50,000 კაცი მუშაობდა. 50 კი 5 კაცმა გააკეთა ეს. როგორ? 40 მეტრიანი ადამიანები იყვნენ, ფანტასტიკური ენერგია ჰქონდათ, აი აქ ჰქონდათ, აი წერტილი აქ, სხივი. საიდანაც გამოდიოდა ლაზერული სხივი, ამით ჭრიდნენ ყველაფერს და ჰაერში გადაგქონდათ უზარმაზარი ლოდები, რაც ეხლა ჩვენი ტვინისთვის წარმოუდგენელი ამბავია, ხო? ეს როგორ უნდა გააკეთო. მაგრამ მოვა დრო, როცა ეკამდეც მივალთ. დაუბრუნდებით ამ საწყის ეტაპს. ამას ერქვა იმ პერიოდს ოქროს ხანა დედამიწისა. და ჩვენ გვქონდა საოცარი პლანეტები, ირგვლივ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ფაეტონი. ეს იყო ცენტრი ჩვენი მზის სისტემისა, აყვავებული პლანეტა. ამ დემონური შემოჭრის მერე ფაეტონიც განადგურდა, 2 მზე ქონდა და დიდი მზე გაგვინადგურეს, აფეთქეს, იმას ეძახიან ახლა დიდი აფეთქება რაც მოხდა, ხო? და მარსი, ვენერა აყვავებული იყო ყველა, ახლა სიცოცხლე არ არის, ყველაფერი დაინგრა, ხო? და დავჭით ახლა ჩვენ ნახევრად დემონურ მდგომარეობაში. ამიტომ ადამიანს ძალიან უჭირს, რატო? შეამცირეს ჩვენი სხეული. ეს გახდა, როგორ გითხრათ, უფრო ფიზიკური სხეული. ცნობიერებაც ამიტომ გახდა უფრო ფიზიკური, მე ვხედავ არის, ვერ ვხედავ არ არის. ხო, უფრო ხორციელ დონეზე და ხო, აი ხორციელ დონეზე დაგვიყვანეს, ხო? ამიტომ ადამიანებში რა უნდათ ახლა დემონებს ჩვენგან? და დემონურ ჯგუფებს განეკუთვნებიან მასონური ჯგუფები, რომელიც მართავენ სამწუხაროდ ამ სამყაროს, ხო? მათ უნდათ რა ადამიანისგან? გავაკხი. გავაკხი რა არის? უარყოფითი ენერგია. ანუ შენი შიში, შენი წყენა, შენი აგრესია, შენი დეპრესია. აუ, გადასარევია. ამისთვის რა არის საჭირო? რომ შენ გამოგიყვანო წონასწორობიდან, ხო? რაც შეიძლება მეტი, თუ შენ ჩხუბობ, თუ შენ წვალობ, თუ შენ ვიღაცას კლავ, თუ შენ ომობ, მათთვის არის დღესასწაული. ისინი იღებენ უზარმაზარ ენერგიას. ამიტომაც ყველგან არიან შესულები. ყველაფერს აკეთებენ, გინდა რელიგიური ხაზით, გინდა იდეოლოგიური პოლიტიკური ხაზით, რომ ადამიანები ერთმანეთს დააჯახონ. კი არ შეაზავონ, არამედ პირიქით განაცალკევონ, რომ ეუბნებიან ადამიანს, რომ შენ მაგარი ხარ. და ეს არ ვარგა. გაიგე, ამიტომ ეს უნდა გაანადგურო. აი ამ დაისადგურა ადამიანში. თუ ადამიანი გახდა ბოღმიანი, შორიანი, წყენიანი, სამაგეროს გადამხდელი, ჯიუტი, აგრესიული, დეპრესიული, ეს ამათი ნამუშევარია. მოდით თორე ადამიანის საწყისი არ იყო ეგეთი, ხო? ამან გამოიწვია აი ეს ჩვენი დადაბლება. მოდით თქვა სულიერი, გონებრივი, ემოციური და ასე შემდგომ. თუ ასე მართვა ჩვენი ადვილია, ფაქტობრივად ჩვენ ვართ ფერმაში. ამას ქვია ფერმა. სადაც ჩვენ ახლა მოვდივართ და სადაც ჩვენ სამწუხაროდ გვმართავენ. გესმის, მაგრამ რატო თქვი მე თავიდან რომ გარდამტეხი წლები გვაქვს წინ? 2030-ისთვის დიდი რაღაცები მოხდება სამყაროში. რატო? იმიტომ რომ ახლა შემოდიან ნელ-ნელა ნათელი ენერგიები და მიდის ამ უარყოფითი ენერგიების განადგურების პროცესი დედამიწაზე. ამიტომ თქვენ ახლა ნახავთ ნელ-ნელა მთავრობებიდან დაწყებული, საბანკო სისტემები დამთავრებული, რა ცვლილებები წავა. ეხლა რომ ჩვენ ბანკები გვძარცვავენ და ამხელა პროცესს, ამაც დედა ეტირება ცოტა ხანში. აგერ მე და აგერ შენ და ნახავ შე რა დღეს ჩავარდებიან ისინი, რატო? იმიტომ რომ მათი ეს მართველები, რითიც ადამიანებს ჯარცვავენ და ასე დღეს შეაგდებენ, ნელ-ნელა აღარ იქნებიან. ამ სამყაროს პროცესი რთულია. მინიმუმ 2052 წლამდე გასტონს ეს დიდი ბრძოლა, რომელიც ახლა სამყაროში ენერგიებს შორის, მაგრამ მთლიანობაში ამიტომ არის რომ ახლა განსაკუთრებით გაუჭირდა ადამიანს. რომ ბევრმა დაკარგა სწორი ორიენტაცია, რაკნას აღარ იცის, აქეთ LGBT გვაწვება, აქეთ ნარკომანები გვაწვებიან, იქით ლოთები, აქეთ კიდე ვიღაცები და ნუ აერია მონასტერი. ამასთან არის დაკავშირებული ყველაფერი. ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაალაგდება, იმიტომ რომ ნათელი ძალები ხაშკარად უტევენ. გესმის და გაემარჯვებს საბოლოოდ სიყვარული. ეგ არის მთავარი ადამიანისთვის. ეხლა უყურე, როცა აი მეკითხებიან ხშირად, რატო ვერ ხედავთ ჩვენ უცხო პლანეტელებს თუ ისინი არსებობენ, ხო? როგორ დაინახო? როცა შენ ხარ მესამე განზომილებაში ცნობიერებისა, ხო? და შენი განზომილება მხოლოდ გაჩვენებს, რომ აქ არის კედელი, აქ არის კამი, ანუ ფიზიკური სხეული და ამის ირგვლივ რა არის, არ იცი. ვერ ხედავ. და ეხლა მე მინდა გითხრა, რომ მე ხარ როცა ინდოეთში ვიყავი და ძალიან დიდ სულიერ ოსტატებთან მქონდა ურთიერთობა, მათ შორის ოშო იყო ჩემი მასწავლებელი
ის მაგალითად ხედავდა. აი ჩვეულებრივად შემხედავდა მეტყოდა აქ ახლა ვარყოფით ენერგია გაქვს. აი ჩაატარა ეს მედიტაცია და ეს მოგშორდება, ხო? მე ვერ ხედავ. რატო? თორეს კედლის უკან რა იყო ის ხედავდა. ანუ ნახეთ ის უკვე მესამე განზომილების ზედა განზომილებაში გადიოდა, უკვე ხედავდა მატერიალური სამყაროს იქით რა არის. ის ხო ადამიანებსაც ესე ხედავდა, რომ დოგვის მარცვალი როგორც არის, რომ ესე მარცვალია, რომელიც შიგნიდან რეალურად ბევრად უფრო დიდი პოტენციალის მატარებელია. აბსოლუტურად გეთანხმები, ხო? ეხლა შენ წარმოვიდგინე ამ დროს მეოთხე, მეხუთე განზომილების ცოცხალი არსება, ხო? ის სად არის? ის საერთოდ სხვა რაღაცებს ხედავს. იმას სხვა მუსიკა აქვს. იმას სხვა ხედვა. კი არა, როცა ჩვენ მედიტაციებს ვაკეთებდით, მე ამ სამყაროს კარგავდი. მე ისეთი ხმები მესმოდა, ისეთი სურნელი მოდიოდა, ისეთი რაღაცები, ფერები იყო, რომელიც ამ სამყაროში არ მინახავს. ანუ ესე იგი არსებობს რაღაცა, ხო? ეს ტრანსის მდგომარეობა არის. რასაკვირველია. ეს არის გადასვლა ასტრალურ დონეზე. როგორ უნდა განასხვაო ადამიანმა ტრანსი შენი წარმოსახვისგან და სიზმრისგან? იქნებ არ არის ტრანსი და სიზმარი კიდე სხვა რამეა. არა, ტრანს აქვს თავისი მეთოდოლოგია, მათ შორის რიტუალიკა. მიხდი და სიზმარი ეს სხვა მდგომარეობაში ხარ შენ, როცა შენ ხარ ამ სამყაროსა და იმ სამყაროს შორის. ეს არის სიზმრის მდგომარეობა, მიხდი? მაგრამ სიზმარსაც ეს ცალკე თემაა, სიზმარი, იმიტომ რომ სიზმარი შეიძლება ადამიანმა მართვადი გახადოს. თუ უნდა. მაგრამ ამას თავისი სპეციფიკური სკოლა აქვს. ამიტომ კასტანედას თუ წაიკითხავ დონ ხუანსი კარგად არის ახსნილი სიზმრის მართვის ტექნოლოგია. ეს იმიტომ გკითხეთ, რომ აი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ხშირად ამას აწერენ ხოლმე, რომ აი ეს სხეულიდან გასვლის პრაქტიკები რაც არის, იქნებ ეს არის მათი წარმოსახვა და არა რეალური გამოცდილება. მე შემეძლია გითხრა, რომ არის წარმოსახვითი ფორმებიც, გოლოგრამები ეგრეთ წოდებული, და ამას იყენებდნენ კიდეც, მათ შორის ეს ბნელი ძალები, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა შენ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან, ხო? რასაკვირველია, შენ ხედავ ბევრ ამას, მაგათ როცა სხეულიდან გამოდიხარ და ბევრია ესეთი, ვინც თავს ხედავო. რასაკვირველია, ხედავ საკუთარ თავს, გესმის ის ხმები, მაგათად იგივე ვინც იმყოფება, აი მაგალითად ავარიაში რო ხდები, აი მარჯანაში ას მოევიდა ეს თავის დროზე, ცნობილ მსახიობს, ძალიან ცუდი ავარია ჰქონდა და სული გამოვიდა სხეულიდან, კლინიკური სიკვდილი ჰქონდა. მაგრამ ყველაფერი ახსოვდა, ჩემს გადაცემაში მოყვა ეს ზედმიწევნით. ახსოვდა, იმიტომ რომ ის ორი კლინიცისტი, ვინც იყო ქირურგები, მაგის მეგობრები იყვნენ. რას ლაპარაკობდნენ, რა იყო, როგორ თქვეს, რომ დაუკარგეთ და ცრემლები რო წამოვიდა ერთმანეთს რო ჩაეხუტნენ, ეს ყველაფერს ხედავდა. მერე გავიდა, რო გავიდა, მერე იქ უფლის ისიც ახსოვს ხელი. იმ უფალმა როგორ დაადო ხელი და უთხრა ჯერ ადრეა და პატარა ბიძგით უკან გამოისტუმრა. გესმის, როგორ შემოვიდა სხეულში. გესმის და მერე ამათ როგორ მოუყვარას ლაპარაკობდნენ, რასო ესე ისო გაგიჟდნენ. სარა იციო შენო. ხედავდითო? გესმის და ამიტომ ვინც აი ესეთ კავშირებში იყო კლინიკურ სიკვდილთან რაღაც, მათ ეს იციან. მაგრამ ვინც არ იყო, მათთვის ახლა ეს ბებიის ღაპრებია, მიხდი? ბატონო მიშა, თქვენი კონტაქტიც ხო ასე შედგა? შეგიძლიათ ისეთი დეტალები მოვიყვეთ პლანეტელებთან ახლა რამეს აგიხსნი. ესე იგი, რატო ვერ ხედავ ჩვენ მათ, ხო? იმიტომ რომ ისინი სხვა განზომილებაში არიან. ჩვენი თვალი მეოთხე განზომილებას ვერ აღიქვავდა ჩვენი ცნობიერება. მიხდი? ამიტომ მათ ისინი ჩვენ ხედავენ და ჩვენ ვერა. იგივე ემართება ადამიანს, როცა გარდაიცვლება. ის უფრო მაღალ განზომილებაში გადადის და კონტაქტი ჩვენთან აქვს, მაგრამ ჩვენ მათთან ვერა. იმ კონტაქტს ვერ ვამყარებთ, მიხდი? ამიტომ ეუბნები რომ ნუ აწუხებთ იმ სულებს გარდაცვალების მერე. პირიქით მოეპერეთ, სიყვარული გაუგზავნით, მადლობა გადაუხადეთ, ხო? ეხლა აქ რაც მოხდა, ეს იშვიათი მოვლენაა. თორე ეს იყო 90-იან წლებში, მაშინ ძალიან ბევრი იყო ესეთი უცხო პლანეტარული შემოსვლა, მაგრამ უცხო პლანეტალებთან უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. პირდაპირ გეუბნებით რა. თორე ძალიან ცოტა ეხლა სხვათა შორის წამოვიდა უფრო დიდი რაოდენობით პოზიტიური, მაგრამ ძირითადად ჩვენ კავშირში ჩვენთან შემოდიან ცოტა ბნელი ძალები, ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი უცხო პლანეტალები, რომლებიც არიან ძალიან აგრესიულები და ძალიან პლანეტიდან არიან. ნუ ძირითადად ნიბირუ მართავს, გარე კიდე გლორიას პლანეტა, რომელსაც იყენებენ და არის პატარა კიდე ნიფილუს პლანეტა, საიდანაც შემოდიან. მაგრამ სიფრთხილეა მათთან საჭირო, იმიტომ ძალიან ბევრ ადამიანს იტაცებენ, იმიტომ რომ გარკვეულ ექსპერიმენტებს ატარებენ მათ სხეულზე. და ასე შემდგომ. ის რომ ჩვენ რეინკარნაცია არ გვახსოვს, ესეც მათი ნამუშევარია, იმიტომ რომ მათ დაგვიპლოგვეს
გარკვეული DNM-ის სისტემაში გარკვეული ასე ვთქვათ წერტილები და ამის შედეგად თან დაბალ ვიბრაციაზე ჩვენ უკვე აღარ ვიცით საიდან მოვედით, სად მივდივართ, რატო, როცა ადამიანმა ეს არ იცის, ადვილია მისი შეშინება და დამორჩილება და მართვა. რასაც ისინი აკეთებენ. თქვენ გაგიტაცეს თუ როგორ მოხდა ეს? არა, რატომ გავტაცება, არა. თალე შონიას ჰქონდა ცხონებულს ხშირი კონტაქტები უცხო პლანეტელებთან და მაკინა გამომდინარე იცოდა რა, რომ ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკე ამ თემაზე და რომ ძალიან მაინტერესებს და ასე შემდგომ. მან მითხრა, რომ ერთხელაც შემეძლია მოგიწყო ესეთი შეხვედრაო, იმიტომ რომ უმრავლესობა მათი ძალიან სახიფათოა და ძალიან ჯობია რომ არ კონდეს ურთიერთობა, მაგრამ არის რამდენიმე, რომელიც გამოდის ჩემთან კონტაქტზე და არის ძალიან პოზიტიური ენერგიის და აბსოლუტურად სხვა ფერი აქვთ მათ და სულ სხვა ხედვა ყველაფრის. და ძალიან ბევრი რამ ამიხსნესო გესმის და აი შემიძლია ასეთ პიროვნებასთან მაგ მე შეხვედრაო დანიშნულია ამ დღეებშიო და თუ გინდა წამოდიო რუსთავში წავედით გარკვეული ადგილი იყო სადაც მოხდა ეს შეხვედრა და მე მახსოვს იცი რა ისეთი იყო პატარა გორაკი იყო და ქალაქის ცოტა გარეუბანი იყო რა ხო ეგ გარკვეული წერტილი იყო სადაც ნუ ეთყობა ხდებოდნენ ესენი ერთმანეთს იქ ხალხი არ იყო და არაფერი ამდაგვარი და ნუ გამაფრთხილა წინ მითხრა რომ ცოტა თავი აქ ტკივდება ვარ შეგეშინდესო რომ ვიბრაციული სიხშირეები სხვადასხვა იმის და ჩვენიო მე ეს გაგივლისო და ნუ საათი რამე თუ გაგიჩერდება ეს ყველაფერი არ შეგეშინდესო რო ჩერდება კი ჩერდება პრობლემა თუმცა სხვა სიხშირეში შედიხარ მეხტი ხო და მახსოვს რომ ესე იგი და როგორ შემოდის მეოთხარი აი ეს არისო პიროვნებაო რომელიც ჩამოვიდაო მეოთხე განზომილების ყველაზე დაბალი დონეა და ესე იგი როცა უკვე მივედით მე მახსოვს ზუსტად იგივე მოხდა საათი გაჩერდა თავი ამტკივდა ეს ოფლმა დამასხა ეს რაღაც ძალიან ისეთ მდგომარეობა მაგრამ ძალიან მალე გაიარა ეს რაღაცა წერტილი გავიარეთ ამის მერე მშვიდდები წყნარდები და ნუ რაღაც საოცრება რა ესე იგი მე მგონი ახლა ზუსტადაც ვერ გეტყვი იმიტომ ნახევრად ბნელოდა ეს მომენტიც იყო მაგრამ ნუ იყო უზარმაზარი 3 მეტრზე ზევით რო იყო ეს ვიცი მაგრამ რამდენი იყო ვერ გეტყვი ხო და მე ლაპარაკი მეკითხებიან ხშირად როგორ ლაპარაკობდით საერთოდ არ ლაპარაკობდით ტელეპათიური ანუ ისაც მე ადრე წამეკითხავს რომ ადრე ადამიანები არ საუბრობდნენ სიტყვა და ეს ხმა საერთოდ არ იყო ბორდა შეხედავდი და მრჩ წავიდა აზრობრივი გაცვლა ინფორმაციისა მე ასე გაცვალეთ აზრები ესე მე ვიჯექი ხო გეონე გაუგნებული და თალესმა კითხვა დასვიო რა გინდაო ოღონდ ხმამაღლარო ხეთაბერ გაუშვია რა აზრობრივად რა გაინტერესებს მეც გაუშვი ასევე მოვიდა გეგონება ვიღაცა მითარგმნა ქართულ ენაზე უბრალოდ ცოტა ის ხმა იყო როგორც აი კომპიუტერს რო აქ ხოლმე რაღაც თავის სპეციფიკური ხო არა ხარვეზი არა რაღაც სპეციფიკური ხმა ტემბრალური აი ხო მაგრამ ყველაფერი გასაგებად დალაგებულად მიხსნიდა ადამიანი და მე პირველად გასკითხე რომ ამ გამზომილებაში როგორ შემოხვედით სხეულის ფორმით ვიტყვი მათ ძალიან უჭირთ და აი მან მითხრა მაშინ რომ ქვედა გამზომილებები მეოთხედანო ჩვენ კიდევ ახერხებთ შემოსვლასო იმიტომ რომ თქვენი ეს ენერგეტიკული დონე იმდენად დაბალიაო რომ ძალიან გვიჭირსო ადრე ესო რომ შემოდიოდა მე7-დან და მე6-დან და მე5-დან ეხლა ბოდიში ესენი ვეღარ შემოდიანო რომ იმდენად დადაბლა თქვენ ენერგეტიკა რომ ამ ზედასულებს ძალიან უჭირთ შემოსვლაო მეოთხედან კიდევ ახერხებთო განსხეულება უნდა მოხდეს ანუ კრივი უნდა გახდეს სხეული რასაც ზედა ასე ვთქვათ სულები ვერ ახერხებენ ჩვენ კიდევ ახერხებთო გესმის და აი ამ განზომილებაში შემოსვლის დროს ხდება გამკრივება თორე სინამდვილეში ჩვენ სულ სხვანაირი სხეული გვაქვს როგორც კი ავდივართ მეოთხეშიო იცვლება ეს ნახშირწყლოვანი სისტემა თავისთავად ხდება ეს ავტომატურადო ნახევრად გამჭირვალეები ვართო ჩვენ და სახეზე როგორი იყო ვიცი რა რო გითხრა რომ რაღაცა ნუ ხა ჩვენ რო არ გვავს ეს ფაქტია ხო მაგრამ რაღაცა მსგავსებები იყო თვალის მაგვარი იყო წყვილის როგორ ანიმაციებსაც აკეთებენ გავდა იმას გავდა მაგრამ უფრო ლამაზი ვარიანტი აი ეს რაც ანიმაცია კეთდება ხო აი ესენი არიან ზუსტად ნაცრისფერები სახიფათო ზუსტად უცხო პლანეტელები და ამასთან ქონდა ესეთი საუბარი წმინდა ესეთი ყოველგვარი ხმის გარეშე და ძალიან საინტერესო სხვაჩვენს იყო კეთილგანწყობილი ეს უდავოდ და ისიც აგვიხსნა რომ ადრეულ პერიოდში ისინი ცხოვრობდნენ აქ მერე გავიდნენ ეს სისტემა ჩვენი მზის სისტემა გაიარეს და ხა სხვა დონეზე არიან და
ნუ ზოგი არის ახლა არქტურის თანავარსკვლავედში, ზოგი სირიუსიდან არის და ასე შემდგომ და იქიდან ჩამოდიან დამხმარე ძალები არსებობენ, რომელიც ეხმარებიან დღესაც, რომ დედამიწა არ განა, მით უმეტეს როცა არის დაუშვათ ომები და ასეთ სიტუაციებში, სადაც შეიძლება დედამიწა გაანადგურონ, აი მაშინ ესენი განსაკუთრებით ერევიან. აი მაშინ უფრო ხშირია და ისე ჩვენ რეალურად არ ჩამოვდივართო, უფრო მეტად თქვენთან ჩამოდიან აი ეს დემონური ენერგიების მქონე უცხო პლანეტელებიო და მათთან იყავით ფრთხილად. და ამ თემებზე ქონდა ამის ირგვლივ სამყარო რისგან შედგება, ამას მიხსნი და ეს ხო ჩემთვის მაშინ რაღაც სასწაული, იმიტომ რომ რამდენაირი აი ეს მაგან ამიხსნა თავის დროზე ეს სისტემა ასე ვთქვათ განზომილებებისა რამდენია როგორ არის როგორ ხდება კვება სუნთქვა მათ მაგალითად კვება არ აქვთ კი ჰაერიც უნთქავენ და მორჩა ეს არის მათი კვება ამიტომ არც ცხოველებს არ კლავენ და არაფერი ამდაგვარ საზღვრობა არ ხდება რაც აქ ხდება ხო და თასის ვარამ ხო და იცით რა მაინტერესებს ანუ თალეს შონიას მეშვეობით გახვედით თქვენ ამ კონტაქტზე ხო სწორედ ამას გეკითხებოდით წეღან რომ როდესაც ასეთი განსხვავება არის იერარქიულად ჩვენს განვითარების დონეზე რატომ იყო თალეს შონია მათთვის განსაკუთრებული მოდი ასე ვთქვათ ხო ისინიც გამოარჩევენ აი შენ მაგალითად აი გაქვს ურთიერთობა ძაღლთან ძაღლებს შორის მე ვხედავ ძალიან დიდ განსხვავებას ზოგი ძაღლი ძალიან ჭკვიანია, რომ იყურებს ზოგჯერ მგონია რომ ძაღლი არ არის. რაღაც სხვა არსება. ზოგი ძალიან შტერია. მოდი ასე რომ ზოგი ძალიან აგრესიულია, ხო? ანუ კატებში, ძაღლებში, ამ ცოცხალ არსებებში მე მაგალითად ძალიან ვარჩევ. რომ არის დიდი განსხვავებები მათ შორის, აი შიდა სტრუქტურა ჭკვიდან დაწყებული, საქციელი დამთავრებული, აბსოლუტურად სხვა არის. მეგოდი ასევე არჩევენ ისინი. ვინ არის მათთან სულიერი ენერგეტიკული განვითარებით შედარებით ახლო. ანუ ვინ შეიძლება ვისთან შეიძლება შევიდნენ კონტაქტში და რაღაცა გააგებინონ. და რისთვის აწყობთ ასეთ ცივილიზაციებს ინდივიდუალური კონტაქტი და არა ფართომასობრივი გამოჩენა? არა, ფართომასობრივი არა ხაშე ისინი კი არა. მე რასაც ვლაპარაკობ ლამის ჩამქოლონ ხოლმე, ხო? მასებმა და ანუ მზაობა არ არის. რას ლაპარაკობ, კაცო, ისინი რო რას უზავენ იცი, ეს ხალხი მზად არ არის ჯერ ამისთვის. ეხლა რასაც ლაპარაკობ, ამაზე დაიდება საშინელი ზოგიერთი კომენტარი იქნება, იმიტომ რომ ყველა არ არის მზად. ეხლა ის ადამიანი, რომელიც მეცხრე განზომილება, მეცხრე რეინკარნაციაში ის ამას იტყვის, რომ რა კარგი იყო. და ადამიანი, რომელიც მეორე მესამე ის იტყვის, რომ დაიწყო ამან ეხლა ტვინის ღრნა, რაღაც ზღაპრებს გვიყვება. მიხვდი? ამიტომ მე ამისთვის მზად ვარ, ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. ამიტომ გავთხილებდი მე, რომ ცოტა ფრთხილად, იმიტომ ყველაფრის ლაპარაკი არ შეიძლება. საზოგადოება ჯერ მზად არ არის, მას ჭირდება გარკვეული დრო კიდე შემზადებისათვის. თუმცა ინდივიდები არიან მზად ამ თქვენასაკუთრებით. ცალკეული პიროვნებები გამოვიდნენ მაინც და მაინც ინდივიდებზე კი. კონტაქტი სხვათა შორის ესეთი უცხო პლანეტელთანაც არ ჭირდება ზოგიერთ დიდ სულიერ ოსტატს. არ ჭირდება. ამ თაზე დაждდება მედიტაციაში და ნებისმიერ მაღალ სულთან შეუძლია ურთიერთობა. ძირითადად ეხლა შეჯამებისკენ რომ წავიდეთ, ძირითადად სკეპტიკურად ასტროლოგიის და მსგავსი პარანორმალური მოვლენების მიმართ იმიტომ არიან განწყობილი, რომ არგუმენტი მოჰყავთ უფრო რელიგიის და ასტროლოგიის კონფლიქტის. უმარტივესი ფორმით რომ ვთქვათ, ფუნდამენტურად რაში ეწინააღმდეგება ეს ორი ერთმანეთს. რელიგია, ანუ რელიგიის მიხედვით ყველაფერს მართავს ღმერთი, ასტროლოგიის მიხედვით უფრო ეს რაღაც ვარსკვლავური ენერგიები, ციკლები. მომავლის განჭრეტა რელიგიის მიხედვით იკრძალება, ასტროლოგია მუდმივად მომავლის ტენდენციებს ეძებს. თუ ღმერთმა თავად შექმნა ეს კოსმოსური წესრიგი, მაშინ რატომ შემოდის რელიგია კონფლიქტში, როცა ჩვენ ვცდილობთ ამ წესრიგის წაკითხვას, ასე ვთქვათ, და გაშიფრვას. ანუ რატომ ამყარებს რელიგია კონფლიქტს ასტროლოგიასთან, თუ იგივე შემოქმედის ხელი არის გაკეთებული ეს ყველაფერი? გაიგითხვა. ჩვენ არ გითხვა, მაგრამ არ მოეწონება ჩემი პასუხი. ძალიან. და შენ შეიძლება დარტყმის ქვეშ აღმოჩნდე. კი პასუხო? მიპასუხეთ. კაი ბატონო. მოდი ავნიშნოთ, ესე იგი დავიწყოთ იქედან, რომ ვინ შექმნა მთელი ეს სისტემა პლანეტებისა, მზის სისტემები და შემდგომ ვისია? უფლის არ არის? აბა ვისია? პლანეტებს რას უწოდებდნენ ოდითგანვე? უფლის თითებს. კი, და სვეტი ცხოველში 12-ვე ზოდიაქო არის გამოსახული. ეს ცალკე, იქამდე მივოთ. ესე იგი პლანეტებს აქვს ენერგია, რომელიც უფალმა მისცა მათ, ხო? და
ეს ენერგია არის სხვადასხვანაირი, ხო? არის სიყვარულის ენერგია, ვენერა არის საქმის ენერგია, მარსი არის ემოციის ენერგია, მთვარე არის შინაგანი ბუნების, სულის ენერგია, მზე და ასე შემდგომ, ხო? დიახ. ანუ, როდესაც უფალს ახსენებთ და სულით და გულით მოღვაწეობთ ასტროლოგიაში, თქვენ რის იგწამთ? უფლის. ერთიანი აბსოლუტის დიდი შემოქმედის, რომელმაც ყველაფერი შექმნა, აბსოლუტურად ჩვენს ირგვლივ. მათ შორის რელიგიაც, ასტროლოგიაც, თითოეული პიროვნება, ამდენი ცხოველები, ამდენი ძენ ფოთლებს დაკვირვები ხარ, რამდენი ფოთოლია და რა ფორმა აქვს, სულ სხვადასხვა. ვინ შექმნა ეს, ვინ დახატა? შემოქმედმა, ხო? გასაგებია, მისი შვილები ვართ. და მის სიყვარულით ცოცხლობთ. სვეცხოვლის სამხრეთ კედელზე როგორ მოხდა? 12 ნიშანი და უფრო უკეთესი ქონდა ქაშვეთში. აკაკი შაინძეს აქ მარტო ახსნა განმარტება. როგორც ვიცი, ყინწვისშიც. კი ბატონო, არა იყო, მაგრამ აქ ახლა იყო ძალიან დიდი. მერე რუსებმა გადაღებეს და ამიტომ არ ვიცნობთ ქაშვეთის 12 ზოდიაქოს ნიშანს. მოდი აღვნიშნოთ, რომ ვახტანგ მე-6, დავით აღმაშენებელი, გიორგი პირველი საკუთარი ხელით მიდან ასტროლოგიურ რუკებს, ხო? ეხლა ავიღოთ აგერ ბატონო, პატრიარქმაც კი არ იცოდა არც დიდი ხნის წინ აღმოაჩინეთ ჩვენთან ხელნაწერთა ინსტიტუტში აქ თბილისში მიგდებულ ადგილას ძველი მე-12 საუკუნის ეკლესიის წიგნი. სადაც ცალკე თავია მთლიანად ასტროლოგიაზე თავისი დასურათებებით. და გადავიღეთ ეს ყველაფერი გავუკეთეთ და მივართვით პატრიარქს, იყო ძალიან გახარებული, მაგრამ თან გაკვირვებული მე ეს რატო არ ვიცოდიო. მესმის და ბევრი რაღაცა ესეთი ხა იესოს მოსვლა ამ ქვეყნად ვინეცას წარმეტყველა ასტროლოგმა მოგვებმა კასპარმა მელქიორმა ბალტაზარმა პირველები მივიდნენ მასთან დაყვანისთეს მას მოდი მოკლედ თქვათ რა რომ ძალიან ბევრი ფილოსოფია არ გამოგვივიდეს უფლისკენ მიმავალი გზა არის ორი ერთი გულის მეორე გონის გულის გზა არის რელიგია ოღონდ თუ სწორედ გზა არის რელიგია თორე ბევრი არ გასწავლის რელიგიაში სწორი პირჯვარი როგორ უნდა გადაიწერო და სად უნდა დაადო რომელ წერტილს როგორ უნდა გახსნა ეს წერტილები და რას ნიშნავს? ქვევით რა არის? 5 სანტიმეტრში ჭიპიდან იქ უნდა დაიდოს ხელი. იქ რა გვაქვს? სიცოცხლე და სიკვდილის წერტილი. ეს უნდა გაიხსნას. ვინმე რამეს გიხსნის ამას არა. არა და აქაც ბევრი შეცდომები გვაქვს, ხო? მაგრამ თლიანობაში ეს რო არის გზა, მათ შორის ლოცვის გზა. გულის გახსნა უფლისკენ მიმავალი კი ბატონო. მაგრამ ეხლა მეორე გონს რა უყოთ? ადამიანს გონიერი ადამიანი ხო ცნობიერება და შენ გაინტერესებს უცხოეთში გიღირს წასვლა არ გიღირს რომელ ქვეყანაა კარგი ცუდი ასტროლოგია შენ გასწავლის რაზე გავლენა აქვს პლანეტებს რისთვის მოხვედი რა მისია გაქვს როგორ განვითარდე ეს სულ არ უშლის ხელს შენს ლოცვას ილოცე ბატონო ვინ გიშლის მაგრამ ეს კიდე ცალკე სამუშაო გაქვს შენი უარყოფითობების აღბუფრა სწორეულწური გზის პოვნა და ასე შემდგომ ხო მაგრამ ეს ეთყობა ჩათვალეს რომ კონკურენტია და მოაშორეს და ამას ჭირდებოდა იდეოლოგია. რის საფუძველზე აკეთებ ამას? იდეოლოგიაში იპოვეს რეინკარნაციის სისტემა. მიხდი? ამიტომ ეკლესიამ გითხრა ერთჩვენიერ დღეს, რადგან დემონებმა ჩვენ დაგვიხურეს დნმ-ის ის წერტილი, რომელიც გვახსენებდა წინა ცხოვრებას, საიდან მოვდიოდით, სად მივდივარ და გარდაცვლილებთანაც კონტაქტი ჰქონდა საწყის ადამიანს, ამიტომ მას არაფერს არ ეშინოდა, მან ყველაფერი იცოდა. მაგრამ ეს დაგვიხურეს რატო? იმიტომ რომ მაშინ ჩვენი მართვა ადვილია, შენ არ იცი საიდან მოხვედი, სად მიდიხარ, ვერანაირი კონტაქტი არ აქვს გარდაცვლილებთან, ამიტომ ხარ შიშის ქვეშ. და ამ გავახს კარგად მიირთმევენ შენ შიშს, მუდმივად ხო? და ეკლესიამ ამ შემთხვევაში აი ამით ისარგებლა და გითხრა რომ არავით არის წინა ცხოვრება. მოდი ხარ ერთხელ და აქ. თავის დროზე, რატო გააკეთეს ახლა ეს? მათ მოედომეს ექსპერიმენტის ჩატარება, იდეა შეიძლება ცუდი არ იყო, ვაღიარებ, მაგრამ არ გამოვიდა. კოვზიც ნაცარჩ ჩაუვარდათ, მაგრამ ახლა ამის გამოსწორება ადვილი არ არის. თავის დროზე მათ ჩათვალეს ესე, რომ მაგალითად რეინკარნაცია განსაკუთრებით ყვაოდა აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთში, ხო? მაგრამ ახლა რა დაინახეს? ადამიანმა როცა იცის ფსიქიკიდან გამომდინარე, იგი ბევრჯერ მოვა და ახლა რა მიჩქარება დღეს? გავაკეთებ იქ ცხოვრებაში, მე კიდე იქი და შვიდა წყნარა ცხოვრობდნენ. ამიტომ ცხოვრება იყო შვიდი, წყნარი. ხო და ახლა ამათმა მოედომეს ესე ჩვენ უფალთან ვერ მივიყვანთ ამ ხალხს, ხო? მოდი შევცვალოთ, რა ვქნათ? გავაკეთოთ ის ადამიანი ერთხელ მოდის და აბა იჩქარეთ, ჩემო კარგებო. მეტი არ გექნებათ, აბა უფალთან ეხლავე უნდა მიხვიდე და იმის იმედი გქონდათ რომ ადამიანი წავიდოდა ეკლესიებში, აბა ლოცვები და მარხვები და მთელი ეს ამბები რომ როგორმე უფალთან მივიდეს, რომ მეტი აღარ ექნება შანსი, ხო?
მაგრამ არ გამოვიდა. არ იმუშავა, იმიტომ რომ ადამიანის ტვინი სხვანაირად დატრიალდა, დემონებმა იმუშავეს აქ. და რა უთხრეს? ერთხელ მოვედი? არიქა, დროზე ვჭამო, ვისი ამოვნო, დრო ვატარო, ფული მინდა, ისმე რა დროს უფალია კაცო. მიხვდი? და ამიტომაც აქედან გამომდინარე, ნუ ხა ყოვზი ნაცოს ჩომარ, ხა ამის გამოსწორება ესე ადვილი არ არის. მიხვდი? მაგრამ ამან დააპირისპირა ასტროლოგიას, იმიტომ რომ ასტროლოგია დარჩა ძველ თავის იდეოლოგიაზე, რეინკარნაციას, რომელსაც დღესაც ეფუძნება მთელი აღმოსავლური სიბზნის სამყარო, მიხვდი? და ამიტომაც დღესაც მოდიან ჩემთან, სხვათა შორის ზოგიერთი მოძღვარია, ზოგიერთი ბერია, მოდიან სიამოვნებით ასტროლოგია ძალიან უყვართ, რომ ჩუმად მოდიან, ხა არ ახმოვანებენ ამას, ვიღაცები არ გააღიზიანონ ეკლესიაში, მაგრამ მოდიან. მაგრამ მათაც კი ვატყობ. ყველაფერი ძალიან მოწონთ, ოღონდ რეინკარნაცია არ ვახსენებ. აი როგორც კი რეინკარნაციას ვახსენებ, ამათ ეწყებათ ელეთ-მელეთი. მე პირადად გულწრფელად რომ გითხრათ, ჩემთვის როგორც მორწმუნე ადამიანისთვისაც ეგ სიტყვა არის, რაზეც რაღაცა ბევრი კითხვის ნიშანი მოდის და ცოტა გვერდზე გაწევა მინდება ამის. მოდი ახლა ესე ვთქვათ, რწმენა რას ნიშნავს? შენ უნდა ერწმუნო უფლის. მიხდი? ერთადერთი განუმეორებელი შემოქმედი. დანარჩენი ყველა, ხო? არიან უფლის შვილები. მიხდი? და ეს ასტროლოგიასაც ეხება, ფილოსოფიასაც ეხება, ფსიქოლოგიასაც ეხება და მედიცინას და ყველაფერს. მე მაინც მგონია, რომ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, ძალიან ინდივიდუალურია ის თუ რისი გწამს, რა რიტუალებით ასრულებ ამას და რა თქმა უნდა, რაღაც ჭეშმარიტებამდე ალბათ ჩვენ ვერ მივართ ადამიანები. ვინც გინდა იყავი, რაერისაც გინდა იყავი. მაგრამ აკეთე სიკეთე. თუ ხარ ადამიანი, ხო? ბოლომდე თავიდან ფეხებამდე. მიდიხარ სიკეთის სიყვარულის გზით, საერთოდ არ იცი არც ლოცვა, არაფერი, აზე არ ახარ, არც ეკლესიის აწარებს. მაგრამ ხარ ადამიანი, აი, ნამდვილი, ხო? სიკეთი და სიყვარული ახსოვს. აი ეს არის გზა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ მგონია რომ მივხვდეთ გაუძელი, იმიტომ რომ შემოტევები იქნება ახლა ამ გადაცემაზე. რომ ძალიან ბევრი ინტერვიუ გქონიათ, მაინც მგონია რომ რაღაც განსხვავებული იყო და ძალიან მომეწონა. ასეთ თემებზე მე ჯერთენ ვიცი რა, თვითონ ჟურნალისტებსაც არ ყოფნით, მაგდენი ცოდნა რომ ესეთ კითხვები დამისვან, კაი კითხვები იყო ძალიან. და მეორეც ერთი იცი რა, ყველა მზად არ არის ასეთი ინფორმაციის მისაღებად, ამიტომ ხშირად წამყვანები წერიდებიან ამ თემატიკას. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი, ეს ჩემი ხედვა, არ ვარყოფ არც ეკლესიას, არც რელიგიას, მათ თავისი დანიშნულება, მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ მე მინდა რომ კიდევ უკეთესი იყოს, ვიდრე არის დღესდღეობით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორივე საჭიროა, ასტროლოგიაც საჭირო, რატო? იმიტომ ეს არის გონის გზა, ის არის უფლისკენ მიმავალი გულის გზა, ხო? ორივეა საჭირო და არა მათ შორის რაღაც წინააღმდეგობა. აი ეს არის ჩემი გზა, მოდი ეს თქვა და ჩემი ხედვა და თუ ვინც მეთანხმებით, გამოყვებით. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები შენს გადაცემას პირველ რიგში შემოკარგო და იმედია რომ ბევრი ასეთ კარგი კითხვებით ჩვენ დააინტერესებ მაყურებელს და ხელშეუწყობ მათი ცნობიერების კიდე გადასხვაფერებას და ამაღლებას. წარმატებები. მაყურებელს კი დიდ მადლობას გადაუხდი იმისთვის რომ ჩვენთან ერთად იყო. თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი. დიდი მადლობა.